მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტელეკომპანია პეკატივის სახელდახელო სტუდია კვირისფერებში. ჩემი სტუმარი არის ჩემი მასპინძელი ქალბატონი ქეთი სესიაშვილი. ქალბატონ ქეთის ყველა იცნობს. იცნობენ ძალიან დიდი ხანია და ძალიან უყვართ ჩვენ მაყურებელს, მაგრამ დღეს მინდა ქეთის სულ სხვა კუთხით გაგაცნოთ. მინდა განახოთ როგორი მრავალმხრივი ნიჭის მქონე არის ჩვენი ქეთევანი და აუცილებლად მინდა ერთი საიდუმლოც გაგიმხილოთ. ქალბატონი ქეთი შემთხვევით არ ავირჩიე ჩემი გადაცემის სტუმრად. გადაცემა ეძღვნება ქალთა დღეებს. მარტი მოგეხსენებათ, ძალიან დახუნძურულია ქალბატონებისადმი მიძღვნილი დღეებით და მინდოდა გადაცემის სტუმარი ყოფილიყო ჩვენი დიდი ხნის მეგობარი, ჩვენი მოამაგე, ჩვენი კლინიკის სული და გული ქალბატონი ქეთი და მოეთხოვ მას თავის ცხოვრების ლამაზი ისტორია და ასევე мотиваცია გამხდარიყო იმ ქალბატონებისთვის, რომლებიც ცდილობენ ამ ცხოვრებაში დამკვიდრებას, კარიერული წარმატების მიღწევას, ცდილობენ იყონ კარგი დედები, კარგი ოჯახები შექმნან, ქართულ ქრისტიანულ ტრადიციებზე განვითარებული და აღზრდილი ოჯახი. ქალბატონი ქეთი ჩემთვის არის კიდევ ერთი კუთხით ძალიან საინტერესო. ის არის ხელოვანი, რომელიც თავის ნიჭს, ასე ვთქვათ, სათანადოდ არ აფასებს. მე ეხლა დღეს მიდევს ლექსების კრებული, სადაც არის ქეთის შესანიშნავი ლექსი, რომელიც თუ ქეთი დამთავს ნებას, აი ამ აბზაცს მერე მეწაგიკითხავთ. მაგრამ მანამდე მინდა ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ და მინდა პირველი კითხვა დაუსვა ჩემს ქეთის და ვკითხო. მისი პროფესიული არჩევანი გამხდარიყო ჟურნალისტი, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის, არ ვიცი, ალბათ ძალიან ძნელია რომელიმე პერიოდი ვახსენოთ, რომ ქეთის სახელი არ ფიგურირებდეს. ბოლო პერიოდის ხომ მართალია? და მინდა რომ ვკითხო, რამ განაპირობა პროფესიული არჩევანი და თქვენ ამ პროფესიას ქეთი უარდგულეთ ბოლომდე. ეხლაც კი სულით ხორცამდე ჟურნალისტი ხართ, თქვენ ხართ არა მარტო ჟურნალისტური მიმდინარეობების ერთ-ერთი ფუძემდებელი, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიების კი ბატონო, როგორ გადაწყდა ეს პროფესიული არჩევანი? პირველ რიგში ჩემო ლიზი, ჩემო ლამაზო გოგო. შენ არ გითქვამს, როცა გახსენი გადაცემა, რომ შენ ელისაბედ კუჭავა ხარ. ელისაბედ ლიზი კუჭავა ამ გადაცემის წამყვანი დღეს. თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც ექიმებს მოიწვევს თავისთან ეთერში, შესაძლოა მან კვირისფერებშიაც მოიწვიოს და სახელდახელო სტუდია შექმნას უცებ კვირისფერებში ექიმებთან. მე არ ვარ ექიმი, მაგრამ ვარ ექიმის მეუღლე და ალბათ რაღაცნაირად გადაწყდა ესე, რომ მე ყოფილიყავი სტუმარი. ლიზი ელისაბედ კუჭავა, უпроსოდ ელისაბედ ლიზი კუჭავა, გახლავთ არაჩვეულებრივი, უძლიერესი პროფესიონალი ექიმი, ნუტრიციოლოგი და ანესთეზიოლოგ, რეანიმატოლოგი ხوارმეშლება, ხო სწორედ ვამბობ, ხო? და რა თქმა უნდა, ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპის უпроსოდ წამყვანი ექიმი და თავისი მიმართულებით და პარალელურად ესკულაპის აი ამ გადაცემის წამყვანი ტელეკომპანია პეკატივზე, რომელიც ზაქარია როჭიკაშვილის საავტორო გადაცემა პროექტი გახლავთ. ასე რომ ჩემი ლიზი ძალიან მიხარია, რომ დღეს იმყოფება აი ამ გადაცემაში, ჩემს საავტორო გადაცემაში და ისიც მიხარია, რომ სულ მალე ქალბატონი ლიზი იუბილარი იქნება 12 მარტს, ასე ღიად ვამბობ და მე მინდა რომ აქედან ეთერით მივულოცო წინსწრებით და მივულოცო 8 მარტი და მივულოცო დედის დღე. სიურპრიზი იყო ეს ჩემთვის, ნამდვილად დიდი მადლობა. და მინდა რომ ბედნიერი დედა არის კიდეც და იყოს მთელი ცხოვრების მანძილზე. ბედნიერი დედაშვილობა ქონოდეს და თავისი დედიკო კიდე ისევე როგორც დედა ჩემი ზეციდან გლოცავდნენ. მოკლედ პირველი კითხვა, ხო? და მაყურებელსაც მინდა მივულოცო, ჩვენ პირდაპირ ეთერშიაც მუშაობ სოციალური ქსელებისთვის და მოკლედ არ დავივიწყე ჩემი პროფესია, მგონია რომ მე ვარ წამყვანი. სულით ხორცამდე ჟურნალისტია, როგორც აღნიშნეთ და ეცეთ აი დამოიწოდა რა უნდა მეთქვა. კი ბატონო, ჟურნალისტიკა ერთ-ერთი აუცილებელი სასურველი მომავალი პროფესია იყო ჩემს ჩანაფიქრში. თუმცა მე 5 წლიდან მოდელების სახლში გავიზარდე
და ვიყავი მაშინ ერქვა მანეკენი, ასე დღეს რომ მოდელი ქვია, მაშინ მანეკენი ერქვა და 5 წლიდან მე ვაძლევდი ჩვენებებს და ნუ ჩემს გათხოვებამდე, ანუ 19 წლამდე მე მუშაობდი მოდელების სახლში. მაშინ სხვაგან ეს პოდიუმები და რაღაცები ასე საქართველოში არ იყო და ვიყავი ფოტომოდელიც, გარდა თქვათ აი ამ მოდელების სახლის მანეკენებისა, მე ვიყავი ფოტომოდელიც. დავდიოდი პიონერთა სასახლეში, თეატრალურ წრეზე და ძალიან მინდოდა რომ ყოფილიყავი მსახიობი. ნუ, რა თქმა უნდა, ვცეკვავდი, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და მუსიკაზეც დავდიოდი მაშინ იძულებით, დედაჩემის სურვილით. მაგრამ მე-5 კლასიდან გამოვედი. დამემთავრებინა ის 2 წელიც რა იქნებოდა. და ასევე მე გავიზარდე მე-5 კლასიდან, ესე იგი მე-5 კლასიდან თეატრალურ წრეზე დავიწყე სიარული პიონერთა სასახლეში, თუმცა სხვა წრეებზეც დავდიოდი, როგორიც არის მაგალითად ლიტერატურული წრე, იყო მხარეთმცოდნეობის წრე და დღემდე მახსოვს ის ჩემი პედაგოგები. და რაც შეეხება რედაქციას, ანუ ჩემ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, ასე რომ ვთქვათ, მე 5 კლასიდან დავიწყე გაზეთ ნორჩი ლენინელიდან და მაშინ რედაქტორი იყო ბატონი ვლადიმერ ასლამაზიშვილი და რედაქტორის მოადგილე იყო ქალბატონი მარგო თომაძე. ეს პრაქტიკულად იმ პერიოდში ძალიან პოპულარული საბავშვო კი, რა თქმა უნდა, საბავშვო გაზეთი იყო. რომელიც ოცნება იყო ყველა კომუნისტური პერიოდის ბავშვებისთვის, რომ მოხვედრილიყვნენ ამ პრესტიჟულ ჟურნალში და გაზეთში. კი ბატონო, და როგორ მოვხვდი იცით აი ამ გაზეთში, მაშინ მე ლექსებს წერდი და ლექსებს, ნუ წერდი ალბათ სკოლის პერიოდამდეც რაღაცებს ვრითმავდი, როგორც მეუბნებოდნენ ჩემი მშობლები. და შემდეგ უკვე ოფიციალურად დავიწყე წერა და დედაჩემმა მიიტანა უბრალოდ ეს რედაქციაში. ნუ ახლა ყველა დედას გონია რომ ვუნდერკინდი ყავს შვილი და ნუ ალბათ ჩემ მშობლებსაც მასევე გონე, მიუხედავად იმისა რომ დედაჩემს არც უნდა გაკვირვებოდა რომ მე ვთქვათ წერდი, იმიტომ რომ დედაჩემის მხრიდან დედა ფშავხევსურის ქალი იყო და მოგეხსენებათ რომ ყველა ქართველი თითქმის პოეტია, თითქმის ყველა ქართველი პოეტია უფრო სწორედ და მომღერალი, მაგრამ მთაში განსაკუთრებულად იგრძნობა ალბათ აი ეს, როდესაც არის შაირები, კაფიები და ასე შემდეგ, ნუ ეს მთის დამახასიათებელი და ყოველი მეორე ალბათ თუ ყოველი პირველი არა პოეტი არის. ლექსებს წერს და ნუ ალბათ იქიდან მეც მქონდა მაგისი ალბათ მონაცემები და მე დედაჩემის ბიძა, ანუ მთაში როგორც იტყვიან დედიძმა იყო ყველასთვის საყვარელი გაბრიელ ჯაბუშანური და ბაჟას მერე დიდი პოეტი მთაში და ბიძაჩემები დედაჩემის მხრიდან, ჩემი დედიძმები იყვნენ პოეტები, როგორც იყო მაგალითად ჯარჯი ფხოველი, იგივე დავითო ციგროშვილი, მისი ძმა ირაკლი ციგროშვილი, ჩემი დედიძმები კიდევ ელგუჯა და გელა ციგროშვილები და ნუ რა ვიცი, დედაჩემის მხრიდან პოეტების წრეში ვიზდებოდი და მწერლების წრეში და ჟურნალისტების კიდევ. ჯარჯი ფხოველი მაგალითად ჟურნალისტი იყო. და ამიტომ გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო ჩემი ეს მიმართულება და დედამ რომ წაიღო დაიბეჭდა თურმე გაზეთ ნორჩი ლენინელში და სკოლაში მოვიდა მადლობის წერილი. და მაშინ პიონერთა ორგანიზაცია იყო თუ როგორ ერქვა აღარ მახსოვს, რაღაცა ეს ორგანიზაცია იმ პერიოდში მე პიონერი ვიყავი, ნუ მაშინ მასე იყო რა თქმა უნდა და დამიბარეს იქ და პიონერთა ოთახში და მითხრეს რომ მადლობა მითხრეს და მიბარებდნენ რედაქციაში და მე ის მახსოვს რომ დედაჩემმა, მამაჩემმა ორივემ ჩამკიდეს ხელი და ასე ზარზეიმით მივედით ნორჩი ლენინელის რედაქციაში, სადაც მე დამიტოვეს. ანუ გარდა იმისა რომ ჩემი ლექსები დაიბეჭდა, გარდა მაგისა მე დამიტოვეს როგორც დაინახეს რომ რაღაც კითხვები დამისვეს და მე გავეცი პასუხი და დედაჩემს უთხრეს რომ ამისგან მშვენიერი ჟურნალისტი ნიჭიერი გოგონა ჩანსო და კარგი ჟურნალისტი დადგებაო. ეს რომ გაიგო ჯარჯი ფხოველმა ბიძაჩემმა გარდაცვლილმა
აც გარდაცვლილმა მას ძალიან გაუხარდა, იმიტომ რომ მისთვის ეს ჟურნალისტიკა ძალიან დიდ რამეს წარმოადგენდა და ეს ჩემი პირველი ნაბიჯებიც რომ შეიტყო და დედაჩემს უთხრა რომ ამ ბავშვისგან აუცილებლად დადგება ჟურნალისტი, იმიტომ რომ მან დამაწერინა რაღაც ისინი მომცა თემები, თავისუფალი თემები და დამაწერინა და მე დავწერე. ჯარჯი ფხოველის მეუღლე იყო მანანა ჭინჭარაული და ეს არის რა ქვია დიდი ჭინჭარაულის შვილი, ალექსი ჭინჭარაულის და რუსთველოლოგის და პროფესორის, ეს ყველასთვის ალბათ ცნობილი ალექსი ჭინჭარაულის გვარსახელი და მანანა ბიცოლამ რომ გაიგო ეს რომ მე ვთქვათ აი ამ მიმართულებითაც აღმომაჩნდა რაღაც გარკვეული ნიჭი, მისწრაფება, გარდა იმისა რომ მე ვთქვათ თეატრალური ხასიათის ადამიანი ვიყავი და ცოტა მეტი ჩარაგოგოც, იმასაც ძალიან გაუხარდა და მოკლედ ჯარჯიმ და მანანამ გადაწყვიტეს ჩემი მშობლებთან შეუთანხმებლად რომ ჩემი მომავალი პროფესია განსაზღვრეს მათ, რომ აუცილებლად ჟურნალისტი დადგებოდა ჩემგან. კარგი ჟურნალისტი. ნუ ეს რა თქმა უნდა გონებაში ჩავიბეჭდე, მაგრამ ძალიან მინდოდა თეატრალური. ანუ ჩემი ჰობი იყო თეატრალური. და რომ მიკითხებოდნენ რა უნდა გამოხვიდე, მე ვამბობდი რომ მე უნდა ვიყო არტისტი. აი ეს სიტყვა, მსახიობი და ესეთი რაღაცა კი არა, არტისტი. ანუ აი რაღაცა ჩემში იჯდა რაღაცა აი ეს და მოთხოვნილება მქონდა. მე გერმანული ვიცოდი კიდევ არაჩვეულებრივად, ეხლა თუ ჩემი მეგობარი, ჩემი შვილის ნათლი ალაზენკო მისმენს, მან იცის რომ მე გერმანული ისე ვიცოდი როგორც ქართული. ანუ ძალიან თავისუფლად ვსაუბრობდი და მამა ჩემს ეგონა რომ ჩემგან აუცილებლად დადგებოდა უცხოენების სპეციალისტი, ანუ მე თარჯიმანი უნდა ყოფილიყავი. ანუ მშობლებმა განმისაზღვრეს, დედა თვითონ მედიცინის მუშაკი იყო და მას ძალიან უნდოდა რომ ექიმი ყოფილიყავი, თანაც ყელყურის. ნუ ჩემგან ექიმი არ დადგებოდა. ესე იგი, ოჯახში იყო გადაწყვეტილება მიღებული, მამას უნდოდა თარჯიმანი ყოფილიყავი, დედას ექიმი, ჯარჯის და მანანა ჰქონდა განსაზღვრული რომ მე ჟურნალისტი დავდგებოდი და მე მინდოდა არტისტობა. თუმცა მოახერხა მე იქიდან ნორჩილენელიდან გადავედი ჟურნალ პიონერში. ჟურნალი პიონერიდან შემდეგ უკვე ეს წლების მიხედვით განისაზღვრა, კლასების მიხედვით გადავედი ახალგაზრდა კომუნისტში, აი ამ გაზეთში. ანუ ეს ხდება სკოლის პერიოდში. და როდესაც სკოლა დავამთავრე, რომ ამთავრებდი სკოლას და მე ისეთ თემებს წერდი ოლიმპიადებზე, ხა მედალზე ვამთავრებდი სკოლას, თუმცა მაინც ხუთიანის ატესტატი ავიღე, იმიტომ რომ სამხედრომ, გეომეტრიამ და ხაზვამ არ დამიწერეს ხუთიანები და გამომყვა 3-4-იანი. ესენი არც ერთიანი ჭირდებოდა, მაგრამ ნუ ეგრე მოხდა. და მაშინ მე დავწერე ესეთ ოლიმპიადებზე, ანუ ჟურნალისტის როლს ვასრულებდი სცენაზე და შევხვდი გალაქტიონს. და აი ნუ ესეთი რაღაცეები მქონდა, ანუ რაღაცებს ვიგონებდი და სულ მინდოდა, ანუ ყველა მომენტში ვთავდი ორ პროფესიას, მსახიობი და ჟურნალისტი. ანუ ორივე ერთმანეთში იყო ჩემში შერწყმული და სკოლის საღამოები რომ მიდიოდა, მე აუცილებლად ვიყავი კონფერენციეს როლში და მე ძალიან მომწონდა. ანუ სცენა იყო ჩემი სიცოცხლე, ჩემი აი ყველაფერი. ის უკვე ვთქვათ მანეკენობა გახდა და ფოტომოდელობა გახდა თითქოს სამსახურებრივი მომენტი და დიდად აღარ მიზიდავდა ეგ. მაგრამ ნუ იყო იმის მოთხოვნილება რომ სხვათა შორის ნაზი კილასონიამ, პოეტმა ნაზი კილასონიამ აღმომაჩინა და ფოტომოდელობა მან დამაწყებინა. დავით იაკობაშვილი იყო საქართველოს ქალში ეს ფოტოგრაფი და მას უთხრა შეხედე ეს ნახე როგორი ფოტოგენურიაო და აი იქიდან მოყოლებული უკვე და მე მიხეილ როსტომაშვილთან ვიმუშავე და ნუ რა ვიცი ეს ფოტომოდელობაც იყო და კარგა ხანს გაქაჩა სხვათა შორის აი ამ ჩემმა ერთ-ერთმა მიმართულებამ. ანუ სცენა იყო ჩემი ჰობი, მაგრამ იქ დამთავრდა ყველაფერი, ანუ ჩემი მოღვაწეობა, ჩემი სამომავლო პროფესია თეატრალურში და დამთავრდა. ანუ წერტილი დაესვა. მაგრამ მე ვერც ერთი სურვილი ჩემი მშობლებისა ვერ დავაკმაყოფილე, ანუ არც თარჯიმანი გავხდი და არც ექიმი, ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე და მე აღმოვაჩინე რომ ჟურნალისტი შესაძლოა იყოს არტისტი.
მაგრამ არტისტი ჟურნალისტი ვერ იქნება. და ამიტომ აი სფერებში მოყევი, მაგრამ შენ შეგნებულად აუარი ალბათ პერიოდი, ყველაზე საინტერესო პერიოდს, რომელიც იწყება ზუსტად აი ამ ასაკიდან, რასაც მივახლოვდით, ხო, ეხლა აი ეს შავბნელი პერიოდი საქართველოში, როცა ეს ძალიან არტისტული, ძალიან ლამაზი ლაღი გოგონა, ესეთი ნაზიკ ჰაეროვანი ადამიანი ხდება ძალიან ძიმე რეალობის წინაშე. აქვს პროფესია, ვითომ ძალიან მოდური და რეიტინგულია იმ პერიოდისთვის, ხომ მართალია, ძალიან ის, მაგრამ ძალიან ძიმე რეალობასთან უწევს საქართველო 90-იანი წლების საქართველო, ყველამ ვიცით. მანამდე 80-იანი წლების დასასრული საქართველო. დასასრულიდან დაწყებული, როცა საქართველომ დაიწყო ეროვნული იდენტიფიკაცია და წავიდა ეს ნაციონალური მოძრაობები ძალიან აქტიურად. აი ამ პერიოდში გაჩნდა ზუსტად აი ჟურნალისტიკის რაღაც გარდამტეხი, იმიტომ რომ ორ ნაწილად გაიყო თითქოს კეთი თქვენი პროფესია, ჟურნალისტების ნაწილი, რომელიც ემხრობოდა პრორუსულ და ძველ ორიენტაციას და ახალი თაობა ჟურნალისტების მეორე მხარე, რომელსაც ძალაუნებურად მოგიწიათ პოლიტიკაში. კი ბატონო. და საკმაოდ სახიფათო ქარცეცხლში გადაეშვით. ამ პერიოდში კეთი არის ძალიან ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი, ძალიან აი ესეთი ფერადი გოგონა და მას უწევს უკვე ძალიან ბევრი სერიოზული და არის რამდენად გინდა ამ პერიოდის გახსენება, ძალიან სახიფათო დღეების გადატანა. ხო, მხოლოდ იმიტომ რომ კეთი არის უკომპრომისო ჟურნალისტი, ის არ ხუჭავს თვალებს არაფერზე და დღესაც სულ ეხვეწები ხოლმე, ეხა დამიდასტურებს, მეუბნები ხოლმე, რომ კეთიმ უნდა დაწეროს ძალიან ბევრი ისტორიის ფურცელი, მე ვფიქრობ, რომ ზუსტად კეთის მეხსიერებაშია შემონახული. და ალბათ უახლეს ქართულ ისტორიას ჭირდება ეს, რომ მერე თაობებმა ნახონ რეალობა რა იყო. როგორ გადაიტანეთ კეთი ეს პერიოდი და რა ხდებოდა? უცბად ერთშენიერ დღეს გათენდა სხვა რეალობა. კი ბატონო. გეტყვითახლავე მე 1988 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ზუსტად ეს პერიოდია რა. კი ბატონო. მე რა თქმა უნდა, ესე იგი, გამოცდები დიპლომი რომ დავიცავი და უმძიმესი თემა შემხვდა, სხვათა შორის, ეს იყო კრიტიკა და ბიბლიოგრაფია ლიტერატურულ საქართველოში. ესე მოხდა, რომ მე ჩემი გოგონა მარიამი პატარა მყავდა და ბოლო ხანებში რაღაცნაირად ფილტვების ანთება ჩუტყვავილის შემდეგ დაემართა და ცოტა პრობლემები შემექმნა უნივერსიტეტში, ხშირად ისე ვეღარ მივდიოდი. ანუ ეს არის ბოლო წელი და ბავშვებმა რომ აირჩიეს თემები, ხო? ანუ ეს მორჩენილი თემა იყო, ეს კრიტიკა და ბიბლიოგრაფია და შემხდა მე. ანუ თემები ჩამონათვალი იყო, ეთყობა ეს და ხო და იმათ მაიღეს და არასასურველი თემა როგორ. ხო, ну, ყველაზე მძიმე და მძიმე ასე ვთქვათ კი ბატონო. გავართვითავი და დიპლომი რომ დავიცავე, ცხონებული ჩვენი დიდი მაესტრო ნოდარ ტაბიძე და ჩემი დიპლომის ხელმძღვანელი ბატონი ვანო მჭედლიშვილი იყვნენ აი მართლა ძალიან ბედნიერები, იმიტომ რომ წარმოიდგინე ლიზი, რომ მე ეს დიპლომი დავწერე, შეიძლება ითქვას, აი ყველაზე დიდი დრო რო ავიღოთ 5 დღეში. ანუ ერთი კვირაც არ იყო, იმიტომ რომ ისე იყო, როგორც გითხარი, რომ მარიამი ძალიან ხშირად აი ამ ფილტვების ანთება დაემართა და აი მოკლედ პერიოდულად უმეორდებოდა და ის თვეები მე ძალიან მძიმე სიტუაცია მქონდა აი ამ მხრივ. და ბოლო-ბოლო უნდა დამეწერა და მე დაბეჭდაც მაშინ არ იყო ეს სად იყო თქვათ აი ესე კომპიუტერები და ესეთი რაღაცა და იბეჭდებოდა საბეჭდ მანქანაზე. მე მაგისი დროც არ მქონდა და ხელით დავწერე და აი ესე მივიტანე ჩემს ხელმძღვანელთან და ცხონებული ვანო მჭედლიშვილი გაგიჟებული იყო, იმიტომ რომ მე ბოლო დღეებიღა მქონდა დარჩენილი და კაცმა რო წაიკითხა, გაგიჟდა სიხარულის გარო, მე იმ თემას გავართვი თავი. მოკლედ დავამთავრე ზაფხულში და ისე მოხდა, რომ ოჯახური რაღაცა გარკვეული პრობლემები შემექმნა მეუღლესთან და მე გადავწყვიტე დაცილება და ამიტომ მივედი ბატონ ნოდარ ტაბიძესთან და ვთხოვე მას, რომ გავეშვი რაიონში. ანუ მე მინდოდა, რომ
პრობლემები კი შეიქმნა იმასთან დაკავშირებით, რომ რატომღაც მე აღმოაჩინეს, რომ მე რომ ვამთავრებდი, მე როგორც ჟურნალისტს არ უნდა მემუშავა. და მეუბნებოდა რომ საბუთები გამომეტანა უნივერსიტეტიდან და მე თუ ჟურნალისტად შევდექი ეს ჩემი ძალიან დიდი ადამიანების, ჩემი ლექტორების დამსახურება არის პირველ რიგში ნოდარ ტაბიძეს ვიტყვი, მე ვალიკო გოგოლაშვილს და თან ვიხსენებ ამათ, იმიტომ რომ ისინი მე ძალიან მიყვარდა და ჩემი ლექტორები და ეს არის ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, დიახ, TSU ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ამიტომ მინდოდა მე რაიონში წასვლა, სადაც მე როგორც პროფესიონალი ჩამოვყალიბდებოდი. ერთგვარი განაწილება იყო, ხო? მაშინ იყო განაწილება, მაგრამ მე უკვე ადგილი მომინახეს ბატონმა ვალიკომაც და ნოდარ ტაბიძემაც, ეს იყო მე თან პარალელურად ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ახასიათებდა ის, რომ აუცილებლად უნდა გემუშავა მაშინდელ მედია საშუალებებში, ეს იყო ტელევიზია, რადიო თუ პრესა. და როდესაც მე მესამე კურსზე ხდებოდა მიმართულებები, შენ უნდა აგერჩია ტელე გინდო და რადიო გინდო და თუ პრესა, მე ტელეჟურნალისტიკა ავირჩიე და ნოდარ ტაბიძემ უარი მითხრა ტელეჟურნალისტიკაზე და მითხრა, რომ ნამდვილი ჟურნალისტი არის პრესა და შენ ტელევიზიაში შენი გარეგნობითაც და შენი მეტყველებითაც თავისუფლად იმუშავებ, როცა გინდა. მთავარია შენ პრესას გაყვე. ანუ მე ვარ გაზეთში კი, ასე რომ ვთქვა, პრესის ჟურნალისტი ვარ. ჩემი მიმართულებით, მაგრამ მე ტელევიზიაშიაც მუშაობდი და მე ადგილები მქონდა უკვე გაზეთში, ნებისმიერ გაზეთში, მაშინ ახლა არ გამოდიოდ თბილისში, რა თქმა უნდა, თან პარალელურად მყავდა მცირეწლოვანი შვილი და აქედან გამომდინარე მე განაწილებას არ ვექვემდებარებოდი და მე მტოვებდნენ თბილისში ტელევიზიაში შემეძლო მუშაობა და გაზეთშიაც. რომელ რეგიონზე იყო საუბარი? არა, ჩემთვის სულ ერთი იყო, მთავარი იყო რომ მე რაიონში წავსულიყავი და მოხდა ისე რომ ორი რაიონი აღმოჩნდა, მაშინ ჩოხატაური იყო და ადიგენი, მესხეთ ჯავახეთში, მესხეთში. და ნოდარ ტაბიძემ გამიშვა ადიგენში, იმიტომ რომ ჩოხატაურში ვიღაც წავიდა სხვა და დამჭა მესხეთი. და თან მესხეთში ადიგენში იმ პერიოდში იყო რთული ანუ იურისდიქცია ჩვენთან შემოდიოდა, მაგრამ მაშინ იქ შლაგბაუმი იყო და კი, არა, დაძაბული პოლიტიკური ისედაც იყო, მაგრამ შლაგბაუმი იყო და ანუ სავიზო რუსები აკონტროლებდნენ აწყურთან უკვე გადასვლას. დიახ, და კი და კი ბატონო, აი თუ გახსოვთ ვარძიაში ერთ წახვიდოდი ისე, კი ბატონო, რომ ეს არის რა ქვია, თუ ვიზით არ გადახვიდოდი რა. კი ბატონო, და აი ასე მომიწია ადიგენში წასვლა. მაგრამ მე მადლობელი ვარ ნოდარ ტაბიძისაც და თვითონ ადიგენისაც, რომ მე როგორც ჟურნალისტი იქ ჩამოვყალიბდი. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მე ვთქვათ ჟურნალისტობდი, კორესპონდენტი ვიყავი, ხო, სხვადასხვა გაზეთების, მაგრამ აი როგორც ჟურნალისტი მე ჩამოვყალიბდი ადიგენში. განახლებულ მესხეთში მინდა ქალბატონი მარინა ზედელაშვილი მოვიკითხო აქედან და ჯანმრთელობა, ბედნიერება და მრავალ 8 მარტს დაესწროს კიდევ და 3 მარტს კიდევ დედის დღეს. მარინა ზედელაშვილი იყო გაზეთ განახლებული მესხეთის მთავარი რედაქტორი და მასთან მივედი. პირველად გამიჭირდა, იმიტომ რომ ძალიან მძიმე რეგიონი არის, მაშინ უფრო მძიმე რეგიონი პოლიტიკურადაც, იმიტომ რომ იმ პერიოდში მე რო ჩავედი, მომიწია ისეთ სიტუაციაში მუშაობა, მოხდა მიწისძვრა საქართველოში და ჩამოსულები იყვნენ ემაში, რა ქვია, ხულოში, ანუ ზემო აჭარაში, იქიდან ჩამოასახლეს აჭარლები და დაასახლეს ადიგენის ტერიტორიაზე და მოხდა რაჭაში მიწისძვრა და ტყიბულში. დიახ, და ჩამოიყვანეს და ამასობაში, ესე იგი 88 წლის სექტემბერში ჩავედი მე ადიგენის ადიგენში, სანამ ის პირობები შევისწავლე და ეხლა თან ჩემი შვილთან ერთად ჩავედი. იმიტომ რომ მარიკა არავის არ დავუტოვე და მასთან ერთად ჩავედი ადიგენში, იქ ბაღში მივიყვანე
და მიხაროდა რომ მე ვერავინ ვერ შემავიწროვებდა თბილისიდან და ვერავინ ვერ მომთხოვდა რომ უკან დაბრუნებულიყავი. და მე იქ დავიწყე და კრიტიკული წერილების წერა დავიწყე, იმიტომ რომ იქ მე ქართული საუბარი ძალიან ნაკლებად მესმოდა, რატომ? ძირითადად რატომღაც მით უმეტეს განსაკუთრებით აბასთუმანში საუბრობდნენ რუსულად, ანუ სამოღვაწეო ენა, საერთაშორისო ენა, ალბათ ძირითადად რუსული იყო და გამოვთქვი ასეთი ის, რომ მე ისეთ ქართულს რა ვუთხრა, მუხრანის სიტყვები გავიტანე, მუხრან მაჭავარიელის სიტყვები გავიტანე ერთ-ერთი საგაზეთო წერილის სათაურად და მე თან შემიპირეს თბილისში, რომ ადიგენიდან მე ვიქნებოდი მათი სპეცკორესპონდენტი და გამოვაგზავნიდი მასალებს, ამიტომ ეს მასალები იბეჭდებოდა თბილისში გამომავალ გაზეთებში, როგორც არის სოფლის ცხოვრება და მაშინ კომუნისტი ერქვა, შემდგომში საქართველოს რესპუბლიკა. ასევე ახალგაზრდა კომუნისტი და სახალხო განათლებაში ვაგზავნიდი გაზეთებში. და შემდგომ მოყვა იმას, რომ იქ ცოტა დანგრეული რაღაცეები იყო, ინფრასტრუქტურები რაღაცეები და მე მაგებზეც გავამახვილა ყურადღება, რაზედაც რა თქმა უნდა დავიმსახურე მაშინდელი რაიკომის პირველი მდივნის გულისწყრომა და კატეგორიულად მომთხოვეს, რომ თუ მე კარგს ვერაფერს ვერ ვხედავდი იქ. და გადამიყვანეს სოფლის მეურნეობის რედაქტორად, აი ამ განყოფილების რედაქტორად. ან ცოტა კი გამიჭირდა, ცოტა კი არა საკმაოდ გამიჭირდა, მაგრამ ეგეც ვისწავლე. და ამასობაში ნოემბერი დგება, 88 წლის ნოემბერი და ადიგენში სპიტაკში ხდება მიწისძვრა. დაანგრია სპიტაკი, ახლა ბევრი რო არ გავაგრძელო, აი ახაც მიწერია ჩემს პირველ ნომერში პრესპრემიერის და რანაირად მოხდა მიწისძვრა და როგორ იყო მიწისძვრა, ეს იყო თბილისზე გათვლილი ეს მიწისძვრა, სადაც სომხებიც მონაწილეობდნენ ამ გარიგებაში რუსებთან და ამერიკელებთან ერთად და შემდეგ წყალქვეშა რაკეტა რომ გაუშვეს, ის რაკეტა შემთხვევით შეეჯახა წყლის ქვეშა რიფს და მიმართულება შეიცვალა სომხეთისკენ აიღო გეზი. და დაინგრა სპიტაკი და ლენინაკანი და იქაური სომხები, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ გამოიქცნენ და მიიღო მესხეთ ჯავახეთმა ის სომხები და დასახლდნენ იქ. ეხლა ეკომიგრანტები და სომხები. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ თბილისელი სომხები იქაურ სასომხეთის სომხებს არ უყვარდათ და პატივს არ სცემდნენ არასოდეს, მე ასე ვიცოდი, ახლა მე იმას გეუბნებით, რასაც მე იქ ვხედავდი. მაგრამ როდესაც ეს ამბავი მოხდა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მესხეთ ჯავახეთი ძალიან ცოტათი იყო დასახლებული ქართველი მოსახლეობით, მე ვიძახი ახალციხესა და ჯავახეთის ტერიტორიას და წარმოიდგინეთ, რომ იქ რო აჭარლები ჩაასახლეს და რაჭველები ამ სომხებმა, იქ ადგილობრივმა სომხებმა ჩამოიყვანეს დაზარალებული სომხები სასომხეთიდან, სპიტაკიდან და ლენინაკანიდან, იმათ მერე კარი გაუღეს სხვა სომხებსაც სასომხეთისა და დასახლდნენ მესხეთ ჯავახეთში და ამას გეუბნებით ის რაც საკუთარი თვალით ვიხილე. პირველად ნახე და იმ ჩამოსულმა სომხებმა ადგილობრივ სომხებთან ერთად დაიწყეს, მე მოკლედ ვყვები, რომ ძალიან არ გაიწელოს ეს სიტუაცია, ამიტომ ვახტები რაღაცა ეპიზოდებს და იქაურმა სომხებმა და აქაურმა სომხებმა, ანუ ერთმანეთი უცებ შეიყვარეს და გამოთქვეს პროტესტი, რომ მათ ადგილი არ ყოფნიდათ. ამიტომ მათ ადგილს იკავებდნენ თურმე ეკომიგრანტები. და მე პირველად ვიხილე იმაში ამას გეუბნებით 88 წელს პირველად ვიხილე მიტინგი, რომლებსაც აწყობდნენ ადგილობრივი სომხები შემოკედლებულ სომხებთან ერთად, რომ მათ ადგილი აღარ ყოფნიდათ. ამანაც რა თქმა უნდა მე ძალიან გამაბრაზა, როგორც მოქალაქე, როგორც ქართველი და როგორც მით უმეტეს ჟურნალისტი და მე ეს ყველაფერი აღწერე და გადმოვაგზავნე თბილისში ეს მასალები როგორც სპეცკორესპონდენტმა
და ჩემთვის ეს გაუგებარი იყო. იყო რამე ზეწოლები ამ პერიოდში? რა თქმა უნდა იყო, მე გითხარით რომ იყო რაიკომის პირველი მდივნიდან ადიგენის, მაგრამ მე შემდეგ მოყვა რა თქმა უნდა სპეცსამსახურების იქ ადგილობრივი და განსაკუთრებით ახალციხის, იმიტომ რომ მე ჩავითვალე მეტი ჩარა ჟურნალისტად, მაგრამ რაც არ უნდა, რანაირადაც არ უნდა ჩავითვალეთ, მე წერდი იმას, რასაც ვხედავდი და მე ტყუილი არ დამიწერია. მე ვიმეორებ რომ ამას იმდენი დრო ჭირდება რომ მე მოვუყვე რომ ამას ეს ქრონომეტრაჟი არ ეყოფა და ამიტომ ვცდილობ რომ მაქსიმალურად აი ის ადგილები მოვუყვე რომელიც უფრო მნიშვნელოვანია და ამასობაში ხდება ის რომ დაიწყო 99 წელი თბილისში იწყება გამოსვლები ხუდონხესთან დაკავშირებით ხო გახსოვთ არა ზვიადის და მერაბის მიტინგები იწყება ეროვნული მოძრაობა და ეს მუხტი გადმოდის მესხეთ ჯავახეთშიაც იმიტომ რომ ცოტა ხანში დაიწყეს უკვე ეროვნულმა ძალებმა მესხეთ ჯავახეთშიაც ჩამოსვლა ბუნებრივია მე ეს ამ ფაქტსაც ვაშუქებდი ანუ იმ პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდი მე როგორც ჟურნალისტი მიუხედავად იმისა რომ მე ვიყავი სოფლის მეურნეობის განყოფილების ხელმძღვანელი და ცოტა სასაცილოდაც იყო მე ანეკდოტად წავიდა მე რო ფერმაში გამიშვეს და ყველაზე ცუდი ფერმა ყოფილა და რა ვიცი მე ახლა ფერმაში პირველად ვიყავი მაშინ ამ დროს ვარ 22-23 წლის ბავშვი და რო ვუყურებ დავწერე ის რომ არ ვიცოდი ვერ ვარჩევდი ერთმანეთსაგან რაღაცებს და დავწერე რაღაცა ლიტერატურული წერილი ფერმაზე და ვთქვი რომ აქ ისეთი მაგარი მუშაობაა თუ რა ვიცი ისეთი ძლიერი ფერმაა რომ ხარები ტონობით იწველებიან მე კიდე მე ანეკდოტად გავიდა ნუ ეს რაღაცა მიხდე რომ ჩემგან სოფლის მეურნეობის მუშაკი ვერ აღმოჩნდებოდა ყურადღების გადატანის თემა იყო ხო მართალია ხო რა თქმა უნდა იმ სფეროში სადაც დაუშვათ კი ბატონო რომელიც მე დიდად არ მეხერხებოდა რა თქმა უნდა და აქცენტიც გადაიტანა უცებ აღმოჩნდა რა იცით რომ მე ისეთ წერილებს ვაგზავნიდი აქეთ როგორც სპეცკორესპონდენტი და იქაც ისეთ წერილებს ბეჭდავდი ქალბატონი მარინაზე დელაშვილის სხვათაშორის ძალიან მაგრად მედგა მხარში იმიტომ რომ ჩემს თითქმის ყველა წერილს ბეჭდავდა რანაირი სახისაც არ უნდა მიმეტანა და ეს მაშინ მისგან იყო გმირობის ტოლფასი და ამიტომ მე ეს კრიტიკული წერილები მქონდა და იცით რას ვხედავდი რომ დედაჩემის მხრიდან და მამაჩემის მხრიდანაც ჯიშში მაქვს ასე რომ ვთქვათ და გენეტიკაში იურისტებიც რა ანუ აი ეს ამ სტრუქტურის ამ სფეროს წარმომადგენლებიც და ეთყობა ეს გამომყვა იცით ეს სისხლი თავისას შრება ალბათ და ამ პერიოდიდან ჩნდება რა იცით რომ მე აი ეს გამოსაძიებელი რაღაცებიც ანუ გამოძიების ელემენტები ჩავდე ჟურნალისტიკაში ჩვენ მაყურებელს ვეტყვი რომ ქეთი არის საქართველოში რა ვიცი მე ეს თამამა ჩემი კი ბატონო რა თქმა უნდა ფუძემდებელი დიახ და ამ ჟანრის დიახ ამ ჟანრის და ეხლა ჩვენ ძალიან ისე დეტალურად მოგვიყვა ქეთიმ როგორ დაიწყო ეს გზა და საქართველოს რომელიც წარმოდგენა არ აქვს ამ პერიოდში არის გამოძიება ჟურნალისტური არც მე არ ვიცოდი მაშინ იცით რას ვაყალიბებდი და მე ამ დროს თან ვიძიებდი როგორც ჩანს იმიტომ რომ მე დეტალებში ვძურებოდი აი ამ ნიუანსებში და მაშინ იქ გავიცანი კომკავშირის რაიკომში ვანო მერაბიშვილი მაშინ ინსტრუქტორი იყო კომკავშირის რაიკომისა და იქ მესხეთში და მე მახსოვს ეს ადამიანი და მე ისიც მახსოვს როგორ არბევდა უდეს ეკლესიის გამართმადიდებლობა რომ სურდათ ქართველებს უკვე ეროვნული მოძრაობის პერიოდში აი იქ შეკრებილ ადამიანებს ძალიან კარგად მახსოვს მე რა ვიცოდი რომ ეს თურმე მომავალი შინაგან საქმეთა მინისტრი იქნებოდა არა რომ მცოდნოდა რა მე უბრალოდ რასაც ვუყურებდი იმას წერდი მე იქ ვისწავლე მე მიტინგების მართვა და რუპორების ცირბილი უკვე ეროვნული მოძრაობის პერიოდში და ანუ აი ამ ყველაფერმა იცით შემიწყო
იმაში ხელი რომ მე სხვანაირი სახის ჟურნალისტი დავმდგარიყავი. ანუ მე რომ თბილისში დავჩენილიყავი, მადლობა უფალს ყოველივესთვის, მე რომ თბილისში დავჩენილიყავი, თქვენ წარმოიდგინეთ რომ მე შესაძლოა ის ჟურნალისტი ვერ დავმდგარიყავი. ანუ მე გარემო პირობებმა შემიწყეს ხელი იმაში რომ ქარცეცხლში კი ბატონო და მე ისიც დავინახე როგორ რამძიმე მდგომარეობაში ამყოფებოდნენ ეს უკვე შემდგომი წლების ამბები არის მე ადიგენში ვიმსახურე 2 წელიწადზე ცოტა მეტი მე დავბრუნდი თბილისში იმიტომ რომ უკვე აქ თბილისში მიდიოდა ძალიან მძიმე მომენტები უკვე ეს ეროვნული მოძრაობის ხანა აღზევებული რომ იყო და მე ვბრუნდები თბილისში და განვაგრძობ აქ მუშაობას გაზეთ რესპუბლიკაში. მე რო გაზეთ რესპუბლიკაში დავიწყო მუშაობა, ეს არის უკვე 91 წლის დასაწყისი, არა 90-იანი წლების ბოლო თუ არ ვცდები, ან შუა პერიოდია გაზეთ რესპუბლიკაში, რომლის რედაქტორი გახლდათ, ეს იყო მინისთა საბჭოს გაზეთი. ეს საქართველოს რესპუბლიკა კი არა, ის იყო გაზეთი რესპუბლიკა, მინისთა საბჭოს გაზეთი იყო. რომლის რედაქტორი გახლდათ ბატონი ჯემალ ნინუა, არაჩვეულებრივი ადამიანი და არ დამავიწყდება მე რომ ბოლო ინტერვიუ მაგ გაზეთში მე დაიწვა მინისთა საბჭო, გახსოვთ თბილისის ომის დროს, უფრო სწორედ პუტჩის დროს და მე მქონდა ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ ბატონ ამირან კალაძესთან, უზენაეს საბჭოს დეპუტატთან, რომელიც ითარგმნა რამდენიმე უცხო ენაზე და ანუ უკვე ისეთი პერიოდიც დაემთხვა და იქიდან ადიგენიდან უკვე ისეთი დახუნძლული შეიძლება ითქვას, აი ისეთი დახუნძლული ჩამოვედი, როგორც ჟურნალისტი, რომ უკვე აქ მე დავიწყე ის არა კრიმინალისა და სამართლის განყოფილებაში მუშაობა, არამედ ამას დაერქვა უკვე ჟურნალისტური გამოძიებების, ანუ ჟურნალისტური მოძიების ელემენტები. დიახ, და აი ძალიან შემიყვარდა მე უფრო და უფრო, რაც უფრო ვუღრმავდებოდი ჟურნალისტიკას, მით უფრო მიყვარდებოდა ჩემი პროფესია. აი ხა საკმაოდ დიდი დასტით ვზივართ აქ ჟურნალისტს. კი ბატონო, ეს არის ჩემი ბოლო გამოცემა. ერთი კითხვა მაქვს. აი ესეთი დიდი არქივი, არა მარტო მეხსიერებაში რაც არის, არამედ ბეჭდური მედია, ვიცი რომ ძალიან ბევრი ინფორმაციას ინახავ როგორც გონებაში, ისე მატერიალურად ხომ? ყოფილა ოდესმე, ვინმე, ან ისტორიკოსი, ან ჟურნალისტი, ახალი თაობას გულისხმობ, დაინტერესებულა რომ მოსულიყო თქვენთან, აი მე სულ დარდობ ამას, რომ ისტორია იწერება ადამიანების მიერ, ხო მართალია? კი. და მაშინ, როდესაც ესეთ ბობუქარ პერიოდზეა საუბარი, როგორიც ჩვენ გავიარეთ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მოკლე პერიოდში მოგვიწია ნახტომისებური გადასვლა სხვადასხვა რეალობიდან ერთიდან მეორეში, ხო მართალია? ეს ინფორმაცია, რაც შენ გაქვს კეთი, არის სრულიად უნიკალური და სრულიად ნათელს მოფენს ალბათ ბევრ ამეს და სწორ აქცენტებს გაანაწილებს. ყოფილა როდესმე ინტერესი ვინმეს მხრიდან? ეცეთ რო გითხრათ, რომ არასოდეს არ ყოფილა ტყუილია, მაგრამ იმის შემდეგ, რაც მე იძულებითი 9 წელი გამოვიარე, უკვე ჟურნალისტ აღარ მქონდა უფლება მიშას პერიოდზეა საუბარი 2005 წლიდან, აი ეს არის ბოლო ნომერი პრეს პრემიერისა. მაყურებელს, რა ვიცი, ახლა ალბათ მყავს ისეთი მაყურებლები, რომლებიც ამ ჟურნალებს კარგად იცნობენ. ეს არის 2005 წლის 6 ივლისის ნომერი, რომელიც სამწუხაროდ ამ გამოცემის ბოლო ნომერი აღმოჩნდა. და იყო მაშინ ძალიან ქუხდა ჩემი გვარსახელი და მადლობა ამისათვის ყველას, ვინც როგორც ჟურნალისტსაც მეხმიანებოდა, მაშინ ალბათ როცა ადამიანი ხარ შენ სახელის და გვარის აი ეს რაღაცა პოპულარიზაციას ეწეოდნენ, ალბათ საინტერესო პიროვნება ვიყავი მაშინ მათთვის, მაგრამ იყო ძალიან დიდი ტკივილების პერიოდიც, როდესაც დაუმსახურებლად ვიღებდი რაღაცებს, აი მაგალითად არ დამავიწყდება ჟურნალი თბილისელები, ძალიან ეხლა მეცინება, თორემ მაშინ ძალიან გავბრაზდი. საერთოდ როდესაც რაღაცას
ისეთ სიტყოდნენ, იცით აი კითხვის ნიშნებით საუბრობდნენ, რადგან პირდაპირ ვერ მაყენებდნენ ამ ტკივილს, ასე ეგონათ, რომ როდესაც ხდებოდა, ანუ ანტიპიარი, ასე რომ ვთქვათ, მაშინ ეს სიტყვა არ იყო მოდური და დამკვიდრებული საქართველოში და როდესაც ანტიპიარი გადაწყვიტეს, იმიტომ რომ მე ძალიან ზენიტში ვიყავი და უკვე ქუხდა ეს სახელი, ვიღაცებმა გადაწყვიტეს აი ესეთი რაღაცა და თან მიშა ახალი მოსული იყო მაშინ ხელისუფლებაში და მე ძალიან ურჩი ჟურნალისტი ვიყავი, ასე მერქვა. ასე დამარქვეს ეს სახელი ურჩი, რატომ ეს იმართლებს წერდი და არასოდეს არ მომიტყუებია, ჩემი არც მაყურებელი, არც მკითხველი, არც მსმენელი, არასოდეს. იმიტომ რომ როდესაც ამ მძიმე სპეციალობას ემსახურები, არაუბრალოდ ჟურნალისტიკას, არამედ საგამოძიებო ჟურნალისტიკას, რომლის დამაარსებელიც ხარ. და მე უკვე როდესაც გართმევენ ამ საგამოძიებო სფეროს და ყველამ ჟურნალისტი გამომძიებელი უწოდა საკუთარ თავს, რაც არამართებულია და არასწორია და იმიტომაც დაინგრა მე საქართველოს მედიაზე მაქვს საუბარი საერთაშორისოც აღარ ვეტმას ვეხები მე ქართულ მედიაზე მაქვს საუბარი იმიტომაც დაინგრა ქართული მედია აღარ არსებობს როგორც ჟურნალისტიკა აღარ არსებობს უბრალოდ თორე მედია საშუალებები კი არსებობენ და ამას ძალიან განვიცდით და ამასაც ხმა მაღლა ვსაუბრობდი აი იმ მძიმე წლებში ამიტომ ჟურნალმა თბილისელებმა და მაშინ მქონდა რაღაცა გარკვეული სასამართლო პროცესები აი ამ ჟურნალებში არის წინა პლანზეც გამოტანილი რომ აი ჟურნალ პრეს პრემიერს დევნიან მართლმადიდებლობის გამო ეროვნულობის გამო მაშინ ასობგერა ზ100-ს თქმაც კი აი ხმა მაღლა გამოცხადება თლიანად ზვიადი რომ გეთქვა სიტყვა სახელი ამას ხო არ გაპატიებდნენ და აი ასობგერაზეც რომ მოგდევდნენ აი ამ ზზე მე მაშინ ჩემი ჟურნალი პრეს პრემიერი ემსახურებოდა იმ სიმართლეს რასაც ეროვნული ხელისუფლება ერქვა რასაც და მე 94 წლის ბოლოდან დავიწყე ჟურნალისტური გამოძიება საქართველოს დანგრევასთან დაკავშირებით აი ამის თაობაზე პრეზიდენტის მკვლელობასა და კანონიერი ხელისუფლების და საერთოდ 90-იანი წლების გამოძიებასთან დაკავშირებით. დღემდე არ შემიჩერებია ეს გამოძიება. ამიტომ ამას არავინ არ მაპატიებდა და რადგან სასამართლოები მქონდა ამასთან დაკავშირებითაც, ანუ სულ სხვა რაღაცა საბაბით, მაგალითად, იეღოველები მე დავებოდნენ, რომ მე თურმე მართლმადიდებლობას დიდ პატივს ვცემდი და მათ შეურაცხყოფდი, არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია მე არავისთვის, უბრალოდ მართლა არ მიყვარს სექტა, რასაყვარელია სექტა და ყველა რელიგიას პატივს ვცემ. მაგრამ მე, რა თქმა უნდა, როგორც მართლმადიდებელს, მე ჩემი მართლმადიდებლური ქრისტიანობა ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ და ბოლომდე ვიქნები აი ამ ჩემს რწმენაში და ჩემ ღმერთის წყალობით არასოდეს არ ვუღალატებ მე არ მინდა რომ ეხლა რაღაც ბოროტი ამოძრავდეს მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და დავრჩები და მოვკვდები აი ასე აი ამ რწმენით მე დავებოდნენ თურქული ლოკანტები ანუ იგივე ბორდელები ლოკანტა სასადილოა მაგრამ დღეს კარგად ხედავთ როგორ არის გაყიდული არა მარტო საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მიწები არამედ თვითონ თბილისია გაყიდული თუნდაც იგივე ძველი პლეხანოვი ანუ დღეს რომ აღმაშენებელი გვია და აღმაშენებელს რომ თურქი იყიდის აი მე ისეთ საქართველოს და ისეთ ქართულს რა ვუთხარი და აი ამაზე ვწერდი იცით ეს არ არის ახალი დაწყებული ეს თემა საქართველო იყიდებოდა ჯერ მარტო აი მესხეთ ჯავახეთში მე წეღან დავიწყე ჩამოსახლებულ სომხებსა და ეკომიგრანტებს შორის აი ამ მათი ბრძოლის თაობაზე ვყვებოდი მე ის ჩამოსული ეგრეთ წოდებული ვითომ ლტოლვილი სომხები ისინი ლტოლვილები უმეტესობა ლტოლვილი არ იყო ისინი ჩამოსულები იყვნენ და დასახლებულები აქ ლტოლვილები შესაძლოა ძალიან ცოტანი იყვნენ ვინც ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო რა თქმა უნდა და იგივე შევარდნაძემ რომელიც უკვე შემდგომში პრეზიდენტად იქნა არჩეული მე ვიძახი უკვე ხედავთ როგორ გაბნეულად საუბრობ იმ პერიოდსაც საუბრობ ამ პერიოდსაც რომ ქრონომეტრაჟში რაღაცნაირად მოვასწრო მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი როდესაც მე ჯავახეთში ვიყავი ჩასული და შევარდნაძემ ანუ წყალი გაიყვანეს იქ მილები ჩაყარეს წყალი მიაწოდეს მოსახლეობას და ლენტი გაჭრა ედუარდ შევარდნაძემ
ამას გეუბნებით 90-იანი წლების ბოლოს და ლენტი გაჭრა შევარდნაძემ და იცით როგორ მოხდა? წყალი ეხლა ისე ნურავინ ჩამთვლის რომ მე სხვა ეროვნების ადამიანებს არა ადგილობრივ მოსახლეობას ვეფერები ყველას ვისაც საქართველოს უყვარს მაგრამ ვინ საქართველოს ყიდის ასეთი ქართველი სულ არ მჭირდება თუნდაც ქართველი მე მით უმეტეს სხვა ეროვნებისა და ლენტი გაუჭრა სომეხ მოსახლეობას რომელიც ჯავახეთში იყო დამკვიდრებული თუ ჩამოსახლებული თუ რა ვიცი მე თუ ტოლბილად მოსული და იცით რომ ეს სომხები აი ის მოსახლეობა ჯავახეთში დამკვიდრებულები ქართველ მოსახლეობას რომელიც ეკომიგრანტები იყვნენ უმეტესობა იმათ ფასუდებდნენ და წყალს ბიდონებით აძლებდნენ ანუ ქართველი მოსახლეობას წყალი არ შესვლია იქ წყალი მიდიოდა სომეხ მოსახლეობასთან და ქართველები ყიდულობდნენ ბიდონებით რაც საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ამას და ეს მარტო მე კი არა მე არ ვიცი ახლა გურამ დონაძე სად იმყოფება მაგრამ მაშინ რუსთავი 2-ის კორესპონდენტი იყო მესხე ჯავახეთიდან და ჩემთან ერთად ის აშუქებდა ამ ამბებს და ეს არის მე უკვე როცა უნდა წამოვსულიყავით თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით იცით რა მოხდა მე დამხვდა იქაური უშიშროების სამსახურის წარმომადგენლობა და ჩამომართვეს კასეტები მაგრამ ისინი შეცდნენ იმიტომ რომ მე სხვა კასეტა გადავეცი მე ძალიან კარგად ვიცოდი უკვე გამოწვრთნილი ვიყავი და გამობრძმედილი ასეთ საკითხებში გავლილი მქონდა გარკვეული გზები და მე სხვა კასეტა გადავეცი შეგნებულად მქონდა დასაწყის ისეთი რომ მოусმენდნენ იფიქრებდნენ რომ ის კასეტა წამართვეს მაგრამ ის კასეტა მე თბილისში ჩამოვიტანე და გავიდა რამდენიმე გაზეთში ის მასალა და იმათ კიდე ჩავაბარე სხვა კასეტა ასე რომ აი ასე გამოვაღწიე მაშინდელი ჯავახეთიდან სადაც წყალი ქართველებს არ ერგოთ და წყალს ქართველი მოსახლეობა იგივე ეკომიგრანტები ბერძნები გაქცეულები იყვნენ ყიდულობდნენ ბიდონებით ანუ სარეცხის საშუალებისთვისაც და სასმელი წყლისთვისაც რამდენი ბიდონი უნდა წაეღოთ ურიკით აი გეხვეწებით მითხარით ხო და აქაც აი ახლა ამ პერიოდშიაც როდესაც ვეღარ დავამთავრე აი ეს თურქები და არა მარტო თურქები, არაბები და სხვადასხვა ინდოელები და 1000 ჯურის ადამიანი არის აქ ჩამოსული და იგივე უკრაინელები, რომლებმაც თავიანთი ქვეყანა იქ ახლა ამასაც სუდათ ნურავინ ნუ გამიგებს, ყველამ თავისი ქვეყნისთვის იბრძოლოს. ჩვენი ქართველები იქ იღუპებოდნენ და ეს უკრაინელები ჩამოდიოდნენ. ამას მე ფოთის მაგალითზედაც გეუბნებით, იმიტომ რომ არაერთ გზის შემხვედრია ფოთში, როდესაც ჩვენ დავდიოდით, აი ახლა უკრაინის ომის პერიოდში უკრაინელები, რომლებიც აქ ბიზნესს ეწეოდნენ და აქ ყიდულობდნენ ყველაფერს და ეს ქართველები ყიდიდნენ. მე არ ვიცი, ესე იგი, ვინ ყიდდა, რას ყიდდა, როგორ ყიდდა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ უკვე ხელიდან გვეცლებოდა ყველაფერი. და გაზეთმა, ჟურნალმა თბილისელებმა დაბეჭდეს აი უკვე 2000 აი სანამ დამარბებდნენ 2005 წლის მარტია თუ რაღაცა აღარ მახსოვს დაიბეჭდა ასეთი რაღაცა რაღაც საშინელი ანტისაფიარო მასალა და მე იმისმა რედაქტორმა მე ბოდიში მომიხადა ჩემ მეუღლეც ესწრებოდა ამ ბოდიშს ჩემი ბიძაშვილის ზურაბ ციგროშვილის საფლავზე მოხდა მისი ბოდიში მე არ ვასახელებ ჟურნალ თბილისელების რედაქტორის გვარსახელს იმიტომ რომ ყველა მიცის და გადაშალეთ და თუ კიდე არის ის რედაქტორი ხო წაიკითხავთ მან მომიხადა ბოდიში და მითხრა 400 ლარი აიღო ორ გვერდში და ამ თანხის სანაცვლოდ რაღაცა საშინელი სტატია დააბეჭდინა იმ მხარეს, რომელიც შემდგომში მოსარჩელე მხარე აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჩემზე ეთქვათ ქეთ სესიაშვილი თურმე მორალურ ზიანს აყენებს ეს ეგრეთ წოდებული კრიშა იყო ქალაქ თბილისის მერიის ესა უკაცრავად საკრებულოდან ერთ-ერთი ადამიანი გვარდასახელი ნამდვილად აღარ მახსოვს და ის ბჭყალებში კრიშავდა ამ სიტყვას მე არ ვამბობ ლობირებდა ან მფარველობდა კრიშავდა აი იმ თურქულ ლოკანტა ეხლა ერთ-ერთ თურქულ რომელიც აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს ერთ-ერთ თურქულ ლოკანტას და მე თურმე მორალური ზიანი მივაყენე ამ ლოკანტას. იცით რა ხდებოდა იქ? ქართველი პატარა გოგონები ასაკობრივი ზღვარით
და ეს ასაკობრივი ზღვარი იწყებოდა 13, 14, 15 წლიდან, ხალხო 30 წლამდე ემსახურებოდნენ თურქ მამაკაცებს. აქ ჩვენთან და ტრეფიკინგიო, გაიძახიან და ტრეფიკინგი მარტო საქართველოდან გასულ სადღაც თურქეთში და უცხოეთში გადახვეწილ ქალებზე კი არ არის. აქ ადგილზე ხდებოდა ტრეფიკინგი. და აი იმ ეგრეთ წოდებულ ლოკანტებში ხდებოდა გოგონების შერჩევა, რომლებიც მერე მიყავდათ სხვაგან, ზოგი ნაქირავებინებში, მე ეს ყველაფერი გამოვიძიე. ეს ყველაფერი დავდე ეს მასალები აი ამ ჟურნალში და იმის შემდეგ ჩემი ჟურნალი 2005 წლის 6 ივლისს გამოვიდა ბოლო ნომერი აი ამ ჟურნალისა, სადაც მე პირდაპირ მხილებული მქონდა, იმიტომ რომ მე პანკისის თემებსაც ვიძიებდი ერთი პერიოდი, როდესაც პანკისი ხელოვნური ოაზისი გახადეს ჩვენმა ხელისუფლებამ, სხვა იმპერიების ხელშეწყობით და 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში პანკისის თემებს ვიძიებდი მე. ანუ იმ პერიოდში ძალიან მაგრად იყო ნარკოტიკების შემოდინება და ადამიანების გატაცება. ხო გახსოვთ ეგრეთ წოდებული ბჭყალებში, რომ ვთქვათ, მოდური მომენტი იყო და მაშინ ეს გატაცებული ადამიანები გადაყავდათ პანკისის ხეობაში, რატომღაც ეს იყო ამოჩემებული ეს ტერიტორია მაშინ, შემდგომ პანკისი რო დახურეს, გადავიდნენ უკვე ცხინვალის რეგიონში, ცხინვალიდან შემდეგ გალის ენგურს გადაღმა გადაყავდათ და ასე შემდეგ. ანუ საიდანაც ნარკოტიკები შემოედინებოდა, იქ გადაყავდათ აი ეს ადამიანები. ნარკოტიკები და ადამიანების გატაცება ერთმანეთთან იყო აბსოლუტურად გადაჯაჭმული და ერთ იმას წარმოადგენდა. აი თითქოს ერთმანეთში იყო ახლართული. 2005 წელს, როცა პრესპრემიერის ბოლო ნომერი გამოვიდა, მე დგება საკმაოდ ესეთი ხანგრძლივი პერიოდი, როცა ხელოვნურად გიქმნიან პაუზის მდგომარეობას. მაგრამ ამ პერიოდში ჩდება ტელევიზია PKTV. რა არის შენთვის PKTV და რა შეცვალა შენ აბსოლუტურად სხვა ფორმატიდან, ასე თქვა, ჟურნალ-გაზეთიდან მოგიწია უკვე ტელემაუწყებლობა, საკმაოდ მრავალფეროვანი გადაცემების ციკლით. პირადად ჩემი გადაცემა, რომელსაც მე უძღვები, მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ თითეული ჩემი რესპონდენტი იმ გადაცემაში და თითეული გადაცემა არის ენციკლოპედიური ცოდნის შემცველი და აი რომ შეიძლებაოდეს იმ ინტერვიუს ტექსტად ქცევა, ალბათ ერთი საინტერესო წიგნი აიგინძებოდა. აქედან გამომდინარე და ესე სხვა გადაცემებიც ახლა მე ჩემ კონკრეტულ გადაცემაზე მოგიწია PKTV-ზე გადმოხდა, ასე ვთქვათ. რა არის PKTV? ეხლა PKTV-მა შეძლო თუ არა შენთვის ისეთივე ტრიბუნაა და მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მეტი შეძლო PKTV-მა დაუშვათ ვიდრე პრესპრემიერმა. რატომ? იმიტომ რომ PKTV ტელემაუწყებლობა უკვე ბევრად მეტი მიმდევარი ყავს. მე სულ ხვდები ხოლმე მან შეგეწინააღმდეგები, კარგი? მე შეიძლება მე მიყვარს PKTV ასე. შეიძლება და არა, შეიძლება კი არა, ვიცი რომ გიყვარს და მადლობა ამისათვის. PKTV ისევე როგორც პრესპრემიერი, ჩემი ერთ-ერთი შვილია. და PKTV არის უმცროსი და თუ ძმა, არ ვიცი, დედმამიშვილი პრესპრემიერისა. პატარა ყველაზე. ხო, ყველაზე პატარა. პრესპრემიერი, როდესაც გამოდიოდა, მე ძალიან ბევრი მკითხველი მყავდა. მე ეს ჟურნალი არავის არ დავაფინანსებინე. მე ვიცი რომ ამას ინახავს ხალხი. მადლობა. და მადლობა ყველას, ვინც ამ პრესპრემიერის მკითხველი იყავით. დღესაც ხართ, იმიტომ რომ თუ შენახული გაქვთ, ხანდახან ალბათ გადმოიღებთ და კითხულობთ ხოლმე და რაც პრესპრემიერში იბეჭდებოდა, აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლილა ჩვენ და სამწუხაროდ უფრო თუ არ გაუარეს და დადებითისკენ არაფერი არ შეცვლილა. და პრესპრემიერს ძალიან ბევრი მკითხველი ყავდა და როგორ იყო იცი, ქვემოდანაც იყიდებოდა, ასე რომ ვთქვათ, ჩემი პრესპრემიერი არავის არ მივეცი, რომ დაიფინანსებინა. არც გრანტებზე არ ყოფილვარ, მაგრამ მქონდა 5 სამსახური. ერთად ერთ მაშინ მოქცეული, ანუ მაშინ ერქვა არასამთავრობო ორგანიზაცია ჟურნალისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის და მასთან შედიოდა ამ არასამთავრობოში შედიოდა
ჟურნალისტური თვითონ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, შემდეგ შედიოდა ჟურნალისტური გამოძიების სკოლა, ანუ ეს კერძო სკოლა იყო, შედიოდა იურიდიული სამსახური, ადვოკატთა მომსახურება, ახალგაზრდული გაზეთი და ამათი ყველას ორგანო იყო ორ კვირაში ერთხელ გამომავალი ანალიტიკური 52 გვერდიანი ფერადი ჟურნალი, რომელ ჟურნალი კიდე სხვა გაგების არის და ამიტომ ეს არის გაზეთი ჟურნალში. აი აქაც შევცვალე რაღაცა ფორმატი და ეს არის გაზეთი, იმიტომ რომ გაზეთს სხვა ძალა აქვს და გაზეთი იდო ჟურნალის ფორმატში, A4 ჟურნალის ფორმატში. მე ამ ჩვენი ჟურნალით ვინახავდი და იმ ჩვენი კერძო მუშაობებით და ხშირად სხვათა შორის უფულოდ გამომიძიებია და ვინც მისმენს ახლა თუ პირდაპირ ეთერში არიან მაყურებლები შემოსულები დამეთანხმებიან იმედი არის რომ მე ძალიან ბევრისთვის გამიმართია ხელი ისე რომ პირადად მე და სხვისთვის არ დამივალებია გამომიძიებია უფასოდ საქმეები და იმიტომ რომ იგივე მკვლელობები იქნებოდა თუ სხვადასხვა საქმეები იმიტომ რომ ადამიანებს მაშინაც უჭირდათ და იყო ის მომენტები როდესაც თუნდაც მორალურადაც ძალიან უჭირდა და მე ფულზე არაფერი არ გამიყიდია ფული ჩემთვის არ იყო მთავარი ფული უბრალოდ იმისათვის იყო საჭირო რომ ეარსება ადამიანსაც გამომცემელსაც და თვითონ ჟურნალსაც ამიტომ პრესპრემიერი მე ძალიან მიყვარს და პრესპრემიერმა იმდენი გაბედა რაც ერთად აღებულს ბევრ ჟურნალ გაზეთს ვერ გაებედა მაშინ და მით უმეტეს ტელევიზია სხვა ფორმატი ქონდა იმ პერიოდში მე ტელევიზიაში საინფორმაციო გამოშვებებიც მიმყავდა და ჩემი საავტორო გადაცემებიც მქონდა მაგრამ ეს სხვა იყო, ეს სხვა სული და გული იყო პრესპრემიერი და ძალიან ბევრჯერ პრესპრემიერს ტკენია, უტკენინებიათ, ოღონდ სული ვერ ატკინეს. უბრალოდ სტამბები ჩვენ ბევრი გამოვიცვალეთ, იმიტომ რომ სტამბებს უშლიდნენ ამ ჟურნალის დაბეჭდვას, რადგან მე ძალიან თამამად ვაზროვნებდი, მე და ჩემი ჟურნალისტები, ვინც მუშაობდა ჩემთან, თამამად ვაზროვნებდით აი ამ ჟურნალის ფურცლებზე. რაც შეეხება პეკატირს, მე მაშინ ესე იგი 2005 წლის 25 მაისს ჩემთან სპეცრეისით იყო ჩამოფრენილი ამერიკიდან ერთ-ერთი ადამიანი ძალიან მაღალი ჩინი არ მინდა მე ახლა თავის დროზე როდესაც მე სარჩელ შევიტან ეროვნულ პროკურატურაში საჩი აუცილებლად მე შევიტან ამ საქმეს და მე მოვითხოვ გამოძიებას, ოღონდ ახლა არა და ამიტომ ბევრი რაღაცისგან თავ შევიკავებ გვარების და ვინაობების დასახელებისაგან, თორე ფაქტები შეიძლება გარკვეულწილად თქვა. ჩამობრძანებული იყო ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ ის ალბათ შეპირდა, რომ ქეთი სესიაშვილს ის ჩემი ერთ-ერთი რესპონდენტი იყო, რომელმაც მარტო მე მომცა ინტერვიუ, ანუ ძალიან მაღალ ჩინზე მაქვს საუბარი. და ალბათ პირობა დადო, რომ მე გადამათქმევინებდა ალბათ რაღაცებს, არ ვიცი, ეს ჩემი მოსაზრებაა, ჩემი ვარაუდია, რადგან ის ჩამოფრინდა სპეციალურად ჩემთვის. რომ მე შემხედროდა ეს რომ გავიგე რომ ის სპეციალურად ჩამოფრინდა ჩემი გულისთვის ახლა მე მივხვდი რომ აქ რაღაცა სკაისუნი არასდიოდა და ამიტომ რედაქციაში არ მოვიწვია ის ადამიანი და მე ვუთხარი რომ მე სასწრაფოდ გავდიოდი საქმეზე და რომ მას შევხვდებოდი ნეიტრალურ ადგილზე და მართლაც ახლა ის შენობა აღარ არის მეტრო რუსთაველთან იყო მინის კაფე ხო შემინული კაფე თუ გახსოვთ ამას გეუბნებით 2005 წელს 25 მაისი ეს რიცხვი არასოდეს დამავიწყდება და იმ კაფეში შევხვდით მე თან წავიყვანე ჩემი მოადგილე გოგონა პირველი მოადგილე იყო ჩემ ჟურნალში და მაშინ არ იყო ეს ციფრული ისენი
დიქტოფონები, მე მქონდა პატარა კასეტიანი, ძალიან მაგარი იაპონური დიქტოფონი, რომელიც ძალიან შორიდანაც იწერდა. ხა სადაც მე მოვიფიქრე, რომ ეს წამეღო დარწმუნებული ვარ, რომ ის უფრო დახვეწილი ფორმით იწერდა ალბათ ჩვენ საუბარს. მე პირდაპირ მქონდა შემოთავაზება, რომ მე ვიქნებოდი ძალიან მაღალ თანამდებობაზე, რომელსაც ხელს დავადებდი, ოღონდაც ჟურნალი უნდა გამეუქმებინა. ოღონდ გამეუქმებინა არა. აი იქნებოდა პრესპრემიერი, ოღონდ ამის ხელმძღვანელობა იქნებოდა სარედაქციო საბჭო. მე აღარ უნდა ვყოფილიყავი იქ მთავარი რედაქტორი და მე მექნებოდა რა თქმა უნდა და მე მექნებოდა ძალიან მაღალი იმხელა თანამდებობები ჩამომითვალა სხვა და სხვა და თან მითხრეს რომ მე მექნებოდა 2 კვირა მოსაფიქრებელი ვადა. მთავაზობდა ძალიან დიდ თანხას ამაში, ამის სანაცვლოდ რომ მე დამეტოვებინა პრესპრემიერი. მე კიდევ ვიმეორებ რომ შეგნებულად არ ვლაპარაკობ დეტალურად რაღაცებს, მაგრამ პირველი ადამიანი ხარ ლიზი, რომელთანაც მე აი ასე საჯაროდ ღიად ვთქვი ეს ფაქტი, თუმცა მე კულუარებში ადამიანებს ვუყვებოდი ამაზე, მაგრამ ასე საჯაროდ არ მithქვამს. ამას ესწრებოდა რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, ჩემი მოადგილე და მე მითხრა ამ კაცმა, მამაკაცმა, რომ მე მომიწევდა პარტიზანულად მუშაობა. თუ კი არ დავთანხმდებოდი. შემდეგ იყო რაღაცების შემოთავაზება, ანუ დედოფლად რომ ვიქნებოდი, რაზედაც გამეცინა და უარი ვთქვი, ახლა ხვდებით ვისი მხრიდან იქნებოდა, მიშა უკვე მოსულია პრეზიდენტია. მოგეხსენებათ, იმიტომ რომ 2003 წლის 23 ნოემბრიდან ის პრინციპში ოფიციალურად მოვიდა, ხო? ოფიციალურად მართალია 2024 წლის 25 ნოემბერს 25 იანვარს მოვიდა, მაგრამ უკვე მოსული იყო, ხო? და მე უარი ვთქვი და მითხრა, რომ მე ძალიან ვჩქარობდი უარის თქმას, ანუ პასუხს. და რომ დავფიქრებულიყავი 2 კვირა მქონდა მოსაფიქრებელი ვადა. მე უარი ვთქვი ამ ყველაფერზე, თუმცა რომ მოვედით რედაქციაში, ძალიან დაძაბული ვიყავი და მე ჩემი თანამშრომლები ყველა შევკრიბე და ვუთხარი, ცოტა ხანში ჟურნალ პრესპრემიერს დაარბევენ. ეს წინადგრძნობა, არ ვიცი, რაღაც უცნაურად მქონდა და მანამდე ქალბატონი ლალი ხელაშვილი იყო, მოსული მაშინ ათელმხილველი იყო ქალბატონი ლალი და პირველად რომ ნახა, მე მითხრა რომ ჩემი ჟურნალი საფრთხის ქვეშ იქნებოდა, ჩემი რედაქცია და მე რომ დამარბევდნენ. ეს მითხრა ჩემმა მოძღვარმაც და კიდევ ერთმა მოძღვარმა ბოჯომის რაიონში, რა თქმა უნდა, და კი ბატონო, მართლა სასწაულებს დიდი როლი ჰქონდა და მითხრა რომ ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნულნიო და გამაფრთხილეს რომ ქეთევან შენ საფრთხე გელოდება და მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო, ჩემმა უარმა ის გამოიწვია, რომ მე ამ დროს გამოძიებაში მქონდა საქმე ისევ ნარკოტიკებისა და ადამიანების გატაცებასა და მკვლელობასთან დაკავშირებით, უკვე აფხაზეთში იყო გადასული ეს გატაცებული ხალხის გადაყვანა ენგურს გაღმა და მე როდესაც ვიძიებდი ფონიების საქმეს, შალვა ფონია და მისი ძმა სახელი დამავიწყდა ბეგლარ ფონია, მაშინ კრემპოლი იყო ბეგლარ ფონია და ის მოკლეს, ამიტომ რომ საქმეებს იძიებდა. მე მომიწია ჩასვლა ზუგდიდში. დედა თამარი არის ახლა, მაშინ მარინა ქევხიშვილი იყო და ის მან მითხრა რომ აი კინაღამ დამიჩოქა ამ ქალბატონმა და მითხრა რომ ქეთი შენ არ უნდა წახვიდე ზუგდიდში, იმიტომ რომ არ გელის კარგი დღე. მაგრამ მე მაინც წავედი, იმიტომ რომ ჟურნალისტურ პრინციპებს ვერ ვუღალატე და რომ ვიძიებდი ერთ მხარეს, მეორე მხარეს უნდა გამომეძიებინა და ჩემი ჭკუით მე ჩავედი რომ იქ შევხვედროდი სამეგრელოზე მოსვანეთის სამხარეო პროკურატურის წარმომადგენლებს, გამომძიებლებს, მოკლედ რა ვინც იყვნენ რა მეორე მხარე, ანუ ადგილობრივ ხელისუფლებებს და მოხდა ამ საქმეში იყო გარეული ჩემი ყოფილი სპეცკორესპონდენტი სამეგრელოზე მოსვანეთის სვანეთიდან ქალბატონი ნანა
რომელსაც თურმე ხელი მოწერილი ქონია იმაზე, რომ ჩემს ფიზიკურ განადგურებაში მას მიცემდნენ $1500 ეს შემდგომში გაირკვა. მე და ჩემი ორი ჟურნალისტი ვიყავით იქ მძევლად აყვანილი. და შემდეგ როგორღაც მოხდა, მოკლედ ვერ შედგა ეს გამოძიება. მოკლედ ასე იყო თუ ისე, ეს ამბავი იმით დამთავრდა, რომ აგერ მე თქვენი მონამორჩილი ისევ თქვენს წინ ვზივარ და პასუხობ ლიზის შეკითხვებს. უფალმა გადამარჩინა ეს სასწაულებრივი მომენტი იყო. მე თავს არ შეგაწყენთ როგორ და რანაირად. ამას მე პირდები ჩემს საკუთარ თავს და ყველას, აი საჯარო პირობას, რომ მე იმედი მაქვს, რომ მოვა ეროვნული ხელისუფლება და მოვა ეროვნული ხელისუფლების ის ერთ-ერთი ორგანო, რომელსაც ქვია ისიც ხელისუფლება სასამართლო და პროკურატურა უკაცრავად, სადაც მე აუცილებლად შევიტან აი ამ საქმეს და მოვითხოვ ჩემს მორალურ კომპენსაციას როგორც ჟურნალისტი, იმიტომ რომ ეს საქმე ასე მიჩუმათებული არ უნდა იყოს ახლა კი, ასე კი ვამბობ აქა-იქა რაღაცას, მაგრამ ამას ოფიციალურ სახეს არ ვაძლევ, ანუ არ შემაქვს სარჩელი, იმიტომ რომ მე ამ სისტემას არ ვენდობი, არც მიშას სისტემას, არც დღევანდელ სისტემას არავის არ ვენდობი, აზრი არ აქვს, საქმე შემოიდება თაროზე. მე ძალიან მძიმე გზები გამოვიარე, 9 წელიწადი, აი იმ დარბევიდან რომ ჩამოვედი, რედაქცია დამხვდა, რედაქცია რომელიც მდებარეობდა წინამძღვრიშვილის ქუჩა 77-79 ნომერში, დროპ 79 ნომერში და ის ნაქირავები მქონდა, იჯარით მქონდა აღებული, ბინისმე პატრონეებიც იქ ცხოვრობდნენ ერთ-ერთ ოთახში. საკმაოდ დიდი ფართი მქონდა, საკმაოდ დიდი რედაქცია მქონდა და რომ ჩამოვედი აბსოლუტურად განადგურებული დამხვდა იქაურობა, დარბეული, ყველაფერი იყო განადგურებული. თქვენ ვერ წარმოიდგენთ იქ რა ხდებოდა, მე ამაზე მივიღე ფსიქოლოგიური შოკი. ჯერ იქ რაც გადავიტანე მთელი 2 კვირის მანძილზე და ახლა რომ ჩამოვედი და მე ეს განადგურებული ვნახე და რომ გამოვიდა ბინისმე პატრონე, მითხრა გვარი და სახელი და მისახელა. მე შემიძლია ვთქვა, მაგრამ როგორც ვთქვი, მე ახლა ვინაობებს არ ვასახელებ. იყვნენ უშიშროების სამსახურიდან მოსულები, თავიანთი წიგნაკებით და უთხრეს რომ თუ ეს როცა არბევდნენ, უთხრეს რომ თუ მე ანუ პრესპრემიერი ეს რედაქცია თუ კიდე განთავსდებოდა იმ ფაქტში, გადაწვავდნენ იქაურობას და პასუხს აგებინებდნენ. ასე რომ ამ ქალმა ტირილით უთხოვა რომ მე იქაურობა დამეტოვებინა. ასე დავტოვე მე ის ფართი და დავტოვე ჩემი რედაქცია, დავტოვე რა განადგურებული სახით წამოვედი და მე მთელი 9 წლის მანძილზე ჩემი გვარსახელის ხსენებაც როგორც ჟურნალისტის არ შეიძლებოდა. ძალიან მძიმე პერიოდები გამოვიარე 9 წლის მანძილზე. მე როგორც ქეთი სესიაშვილი, ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი ვიყავი მკვდარი. ჩემზე არავინ არ ლაპარაკობდა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ძნელი არის იყო აქტიური ადამიანი, ბავშვობიდან მოყოლებული და შემომტანი ძალიან ბევრი პროგრამისა ჟურნალისტიკის და ჟურნალისტიკის განვითარებაში კონდეს შენი გარკვეული შემართება იქნება და წვლილი იყო მაპატიეთ და ამ დროს უცებ გაგდებენ გაშორებენ აი ამ შენ საყვარელ საქმეს, შენ სიმართლეს, იმიტომ რომ სიმართლეს ლაპარაკობდა არავის არ ესყიდები, არანაირ ფულის სანაცვლოდ. და 9 წელიწადი მე საკუთარ თავს ვებრძოდი, ამას უყურებდა ჩემი მეუღლე ზაქარია, უყურებდა ამას და ჩემთან ერთად დადიოდა იმ სასამართლოებზე, რომელიც სასამართლოებიც აი ეს იეღოველები და თურქული ლოკანტები და რაღაცა სისულელეები, რომ ედავებოდნენ მორალური ზიანის ანაზღაურებას, რომ თხოვდნენ, ზოგი $50,000 ითხოვდა, ზოგი $20,000 ითხოვდა, ნუ რაღაცა სისულელეებს. მე შემხვდა არაჩვეულებრივი მოსამართლე, ახლა სამსახურს ხوار დაკარგავდა ჩემს გამო და ჟურნალ პრეს პრემიერს და ქეთი სესიაშვილს არა ჟურნალ პრეს პრემიერს
და ეკისრა 25,000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება აი ამ ბორდელებისთვის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჟურნალი პრეს პრემიერი არ გამოვა, მაგრამ ჟურნალი პრეს პრემიერი არასოდეს არ მოკვდება. ჟურნალი პრეს პრემიერი ცოცხალია, იმიტომ რომ სანამ მე ვარ ცოცხალი, ეს იქნება ცოცხალი, სანამ თქვენ ხართ ცოცხლები და ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ, ეს ჟურნალი, ჩემი მკითხველები ვინც ხართ, ეს ჟურნალი იქნება და იქნება. ასე რომ ჟურნალი ვერ მოკლეს. და ვერანაირად ვერ გაანადგურეს. და რაც აქ წერია, აი აქ, რაც წერია, ყველაფერი დღეს ისევ ისე არის, როგორც და უარეს დღეში არის. ქოცნაცები რომ ერთნი არიან, უკვე როგორღაც თქვენ თვითონაც მიხვდით. და აი ეს ჟურნალი, ეს არის ბოლო ჟურნალამდე, ბოლო ჟურნალი 56 ნომერი, ეს არის 54 ნომერი. ნახეთ პრეს პრემიერი, ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა, ხო? აი კიდევ მეორე ბასოს ბგერა ზ, როცა ეს მერაბ კოსტავას 26 მაისის ნომერი არის და მერაბ კოსტავას დაბადების დღის და ზვიადის გაპრეზიდენტების დღის აღსანიშნავად გამოსული ნომერი. და აი ეს არის ჩემი დაკაბადონებული, უბრალოდ ჩემი დიზაინით არის. აი ამ პერიოდში, როდესაც ხალხს ეგონა რომ მიშა მართლმადიდებელი იყო და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი, მაშინ მიშა ქუხდა სახელი, თორე ბიძინა ივანიშვილი ვინ იცოდა, ესე იგი 54 ნომერია, 55-ში მე მქონდა გამოქვეყნებული ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ და გაგრძელება ვეღარ მოესწრო, იმიტომ რომ დაარბიეს ჩემი რედაქცია მთლიანად და მოსპეს ეს ჟურნალი. და აი აქ მე ვაკეთებ აი ასეთ იმას, ანუ შევარდნაძეც, მიშაც, ბიძინაც, პუტინიც და მაშინდელი ბუში და იმის შემდგომ სხვა პრეზიდენტები ამერიკისა ერთნი არიან, ერთად არიან და ერთად ანგრევენ. ჩვენ მე საუბარი მაქვს საქართველოს, მსოფლიოს სხვა დანარჩენი ამბები არ მაინტერესებს ამ წუთას. აი ეს და სხვათა შორის ძალიან მიყვარს ეს ნომერი იმისათვის, რომ აი აქ რაც წერია სამწუხაროდ ყველაფერი აი ასე ახდა, თუ რანაირად გაყიდეს საქართველო. არავინ არ თქვას, რომ საქართველო მხოლოდ ახლა იყიდება. არა, საქართველო ძალიან დიდი ხანია იყიდება. თუნდაც ნარკოტიკებით, ადამიანების გატაცებით, გოჯა მიწისმით, თუნდაც აი იმ სპიტაკიდან და ლენინაკანიდან ჩამოსახლებული ადამიანების, რომლებიც არ იყვნენ ლტოლვილები ძალიან ცოტანი შემოვიდნენ. უბრალოდ საჭირო იყო, რომ გზა გახსნილიყო ჯავახეთიდან, აქ თუ გახსოვთ ჯავახეთში, რომ ეს ჩვენი მონასტრები, ჩვენი ეკლესიები ირბეოდნენ და მონაზვნები სადღაც კერძო ბინებში შეკედლებულები რომ იყვნენ და იქ აღასრულებდნენ აი ამ მართლმადიდებლურ წირვალოცვას. ეს ხო შევარდნაძის პერიოდი იყო. საერთოდ აი რაც ხდებოდა იქიდან მოყოლებული, მე უახლესი ისტორიიდან ვლაპარაკობ, თორე აღარ გადავდივარ იქით ძალიან ღრმა წარსულისკენ. მე უახლესი პერიოდიდან ვლაპარაკობ აი ამ 33 წლის მანძილზე. ხალხო აღარა გვაქვს საქართველო და ჩემი პეკატივი იცით რატომ დაარსდა პეკატივი ჯერ ერთი პრეს პრემიერის გაგრძელება, მისი დედმამიშვილია, უმცროსი დედმამიშვილი. მე არასოდეს არ მეგონა რომ ტელევიზია მექნებოდა. ტელევიზიაში მუშაობდი, მაგრამ ტელევიზიის მართვას ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება. მე არ ვიყავი ის ადამიანი, რომელსაც იმდენი ფული ექნებოდა, რომ ტელევიზია გაეკეთებინა. ამაზე ვერც ვიოცნებებდი, მაგრამ მამა გიორგი ბასილაძესთან მომიწია შეხვედრა და მან მიკარნახა ამაზე, მე დადებული მაქვს გადაცემა, სადაც მე ვამბობ აი ამ სასწაულებზე და თქვენ არაერთ გზის გაქვთ მოსმენილი, ვისაც არ გაქვთ მოსმენილი, შევძანდით YouTube-ზე პეკატივი 2, მანდაც შეგიძლიათ მოძებნოთ, ან ისე ჩაწეროთ პეკატივი PKTV მამა გიორგი ბასილაძის სასწაულები და იქ ამოგიგდებთ ამ ამბავს და მოусმენთ, მე რომ ბევრი არ გელაპარაკოთ.
და მან მიწინასწარმეთ ყველა სწორედ ტელევიზიაზე და მითხრა რომ მე როცა გონს მოვედი გავითიშე და თურმე ვეფხისტყაოსნიდან ველაპარაკებოდი პასუხსცემდი ამას მომსწრეები ყავს მაშინ ლტოლვილთა სამინისტროში მუშაობდი და იქაური თანამშრომლები ვიყავით წასულები მამა გიორგი ბასილაძის მოსანახულებლად ჭოგნარში ვიყავით და მაშინ მითხრა რომ აი ასე დაგიკრავენ ტაშსო და აი ამ ტაშმა გამომაფხიზლა თურმე ტელევიზიაზე მოლაპარაკებოდა და რომ ტელევიზია უნდა ყოფილიყო მოკლედ სრულიად შემთხვევით როდესაც ძალიან მომინდა უკვე ჟურნალისტიკაში დაბრუნება და აღარ შემეძლო მეტი ამას გეუბნებით უკვე 2014 წლის 25 ნოემბერია თუ არ ვცდები და ჩემმა მეგობარმა მაგდა ტუხაშვილმა გააკეთა ისე რომ გმირთა მოედანზე რომ არის რაღაცა მოკლედ ცენტრი არის საბავშვო ცენტრი გასართობი ცენტრი და ჰეპი ლაუნჯიო თუ ლაუნჯი ხო აღარ ხო ეხა მე დიდად ვერ ვერკვევი ამ უცხო სიტყვებში და აი იქ გადავწყვიტეთ რომ მოგვეწყო პრეზენტაცია რომ კეთილი სესიაშვილი მოდის ბრუნდება ჟურნალისტიკაში ჩემ მეუღლეც გაოცებული მიყურებდა მე თვითონაც გაოცებული ვიყავი აი ასე ერთ დღესაც გავეგვიძე და გადავწყვიტე რომ უნდა დავბრუნდე ჟურნალისტიკაში და აი ასე იმათაც ხელი შეგვიწყეს ამ ცენტრის წარმომადგენლობამ და ვიფიქრე ნუ 10 ადამიანი შევიკრიბებით ისიც ოჯახის ახლობლები და უბრალოდ აი სცენა მომინდა რაღაცა ტრიბუნა მომინდა რაღაც მინდოდა არ ვიცი ოღონდ რა მინდოდა თქვენ წარმოიდგინეთ რომ სადღაც 500-მდე ადამიანი მოვიდა იმ დარბაზში ხალხის ტევა არ იყო და მე თვითონაც არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს თურმე რომ გაიგეს რომ კეთი სესიაშვილი ბრუნდება 9 წლის მანძილზე ხალხო 9 წელი 9 წუთი და წამი ხომ არ არის მე მეგონა რომ ყველას დავიწყებული ვყავდი და თურმე ყველას ვახსოვდი და ხალხი შეიკრიბა და მე ვიყავი ბედნიერი მე ვიყავი იმ საღამოს დედოფალი მე ვიყავი ლაღი და აი იცით რა მეგონა რომ ყველაფერი აი ნათელფერებში წარმომედგინა და აი იქ იშვა ფრაზა აი ბატონი გელა ხუციშვილი ბატონი გიორგი თევზაძე იქ იყვნენ და დამერწმუნებიან მოვიკითხავ მათაც და ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ და იქ იშვა სიტყვები ხო შორენა პაპაშვილი ჩემი მეგობარი რომელმაც მე დაწერა ამაზე სტატია 9+1 უდრის უსასრულობას ჩვენ მოვდივართ მომავალი ჩვენია. შემდგომში ეს 9+1 გამოიყენა ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელმაც შემდეგ შექმნა ფილმი ჰეროკრატია. ოღონდ მას მანამდე ერქვა 9+1. და ვერავინ ვერ გაიგო რას ნიშნავდა 9+1. ჩემს გარდა ის კაცი შვილმა არ იცოდა და იქ შეკრებილი საზოგადოება, ჩემთან შეკრებილი საზოგადოების გარდა. და მე მიშველა იმან რომ გაზეთში დაბეჭდილმა აი ამ სტატიამ გადამარჩინა თორე ვიდეოები წაშლილი იყო. ეს ნიშნავდა 9 წელი, რომელიც მე გაუსაძლის პირობებში ვიყავი როგორც ჟურნალისტი და ერთი, რომელიც პირველ ნაბიჯებს ნიშნავდა. და მე წამოვედი პეკატივის სახით, ოღონდ არ ვიცოდი ამ იმ ჩემს მოღვაწეობას რა ერქმეო და მე ტელევიზიაზე იმ მომენტშიაც არ ვოცნებობდი. და წარმოიდგინეთ რომ შეიქმნა აი ასე ჩემო ქმარმა მიყიდა ნახევრად პროფესიონალი კამერა, იმ კამერით დავრბოდი რაღაც მასალებს ვიღებდი, რაღაცებს და ინტერნეტ გამოშვება შევქმნით, რაღაც გამოცემა შევქმნით. რაღაცა შემდგომში ეს ვაქციეთ ინტერნეტ ტელევიზია და უცებ შევიტანე მარეგულირებელში ეს დიდი ამბიციით, განაცხადი და მე ჩვენი პირველი ეთერი პირდაპირ გავიდა 2015 წლის 15 აპრილს და სიყვარულის დღეს. კი, და შემდეგ უკვე აი ეს ტელევიზიაც დღემდე ომში ვართ. ეს ტელევიზია ისევე როგორც პრესპრემიერი. უფლისნებით მოდის, მაგრამ ალბათ მალე გავაჩერებ, იმიტომ რომ ისეთი კანონები შემოიღეს, ისეთი კანონები შემოაქვთ მედიასთან დაკავშირებით, მგონი ჩემს გამოაკეთებენ ამას, რომ მე ამ კანონების ამტანი ნამდვილად არა ვარ. არ ვიქნებ იმ ცენზურის ქვეშ, რასაც ეს ხელისუფლება მოითხოვს. ასე რომ პეკატივი ერთგულად გემსახურათ და პეკატივი მართალია გიორგიმ მთხოვა რომ ეს სიტყვები აღარ მეთქვა, მაგრამ ჩვენ ოპერატორზე და ჩვენს მეგობარზეა საუბარი, მაგრამ მე ამ სიტყვებს კიდე გავიმეორებ.
უფალს, რა თქმა უნდა, უყვარს. მის იმ ხალხზე ანუ აქედან მე ვფიქრობ, რომ პოზიტიური ინფორმაციები მოდის თქვენამდე, რეალური, ძიმე, მაგრამ რეალური და ობიექტური და უფლისადიდებელი. მე მართლა უანგაროდ გემსახურეთ. და მე ვფიქრობ, რომ ის ქეთსესიაშვილი, რომელიც რაღაც ცენზურებს და ექვემდებარება შემოგდებულ ცენზურებს, მაშინ ის ქეთსესიაშვილი აღარ იქნება ქეთსესიაშვილი, რომელიც თქვენ უანგაროდ გულწრფელად გემსახურებოდა და მე მომიწევს რაღაცეების დათმობა. რაც ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამიტომ ჯობს, რომ მე ალბათ ცოტა ხანში დაგემშვიდობოთ ამ ტელევიზიიდან. პეკატივი დარჩება ღირსეული სახით. პეკატივი არ გაიყიდება და პეკატივს ვერავინ წაიღებს. აი ასე არის და დანარჩენი უკვე უფლისნებაა, რა თქმა უნდა. და აგერ იმედი არის, რომ ირაკლი დოკვაძეც გამოვა და ჩვენ ერთად შევქმნით. ქალთა დღეებისთვის ძლიერი ქალი მინდოდა ჩამეწერა. ძლიერი, მამოტივირებელი, საუბრით. რა ვიცი, მე მგონი გადაცემა შედგა. ამაზე მეც რას გავაკეთებდით? ერთადერთი თხოვნა მაქვს ქეთისთან ახლა. ძალიან მინდა, რომ ქეთიმ კიდე ერთი სურვილი ამისულოს დღეს და წამიკითხოს თავისი ლექსი. მანამდე მეწერან ვითხოვე გადაცემის და შემიყვარდა ეს ფრაზა და მე დიდი ნიჭით არ გამოვიჩევი როგორც ქეთი თავისი არტისტიზმით, მაგრამ უბრალოდ მინდა ჩემი ემოციით აი ეს ლამაზი სტრიქონები წაგიკითხოთ. ლექსი ეძღვნება შეიძლება ვთქვა ის. როგორ არა, რა თქმა უნდა. ბატონ ზაქარია როჭიკაშვილს, ჩემს უსაყვარლეს ხელმძღვანელს, უფროს მეგობარს, ქალბატონი ქეთის მეუღლეს, ჩვენი კლინიკის გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპის დამფუძნებელს, მთავარ ექიმს, წამყვან სპეციალისტს. ეს არის ოჯახური სიყვარულის ძალიან ლამაზი ფორმულა. და ეს სიტყვები ისე მომეწონა, რომ მინდა რომ ჩემი პირით გაგიჟღეროთ. როგორ მიყვარხარ, თუ ვიცოდე, მომიკვდეს თავი. ისე მიყვარხარ, როგორც არასდროს. შეხარ ნათელი აღმოჩენა ჩემს ველურ სულში. კაცი, რომელმაც შეძლო ჩემთვის დარქმევა ქალის. და მერე დანარჩენი გრძელდება, მაგრამ მე მგონი აი ამით ბევრი რამის თქმა შეიძლება უკვე. ქეთი, მე მინდა გთხოვო წამიკითხო ნებისმიერი ლექსი, რომელიც შენ ახლა აი, რა ვიცი, ამ გადაცემის დროს მოგინდა რომ ჩვენს მაყურებელს უთხრა, იმიტომ რომ თითოეული მათგანი მოყოლილი ისტორიაა. კი ბატონო. ძალიან საინტერესო ისტორია. არის ლექსები დედაზე, მამაზე, არის ლექსები საქართველოზე. ძალიან ბევრი მათგანი და როგორც ხედავთ, მაყურებლებო ძალიან გაფანტული აქ ხალბატონ ქეთი. კი, აი ეს და ამაზე ვიღაცა იჩხუბება ხოლმე სულ. ხო, ლიზი მეჩხუბება, რომ მოაგროვოს. ქეთის კიდე ერთი ამბავი გამორჩა, სანამ მოძებნის ლექსს მე აქ ვისარგებლებ წუთით მე ეს ლექსი არ ვიცოდ. რატომ მინდოდა მე თქვა რომ პეკატივი მიყვარს იცით კიდევ. ქეთის ქონია ძალიან საინტერესო პროგრამა, პროექტი, მე არ ვიტყოდი პროგრამა, ეს იყო მომავალ თაობაზე გათვლილი გადაცემა, ხო ქეთი, რომელმაც როგორც შენ ერთხელ მითხარი, უამრავი ძალიან წარმატებული, წარჩინებული ადამიანი გაზარდა. კი. და мотиваცია მისცა. ამ ხრივ ქეთი, ეს კიდე მისი ბიოგრაფიის ერთი საინტერესო დეტალია. ერთი შვილის დედაა ქეთი, მაგრამ ორი შვილის არაჩვეულებრივი გოგონების ბებია, მაგრამ ძალიან ბევრი მომავალი ქართველის თუ პატარა ქართველის მომავალზე ზრუნვით გამოხატული, აი, არ ვიცი, 8 წელი აქვს და ძალიან ბევრი მათგანის ბედი სწორად განსაზღვრა. ამიტომაც მე ვფიქრობ კიდე ერთი დამსახურება და კიდე ერთი კუთხეა ქეთის რაკურსიდან რომ შევხედავთ აი მრავალ წახნაგოვან ადამიანს, ასე ვთქვათ. ამიტომ გამორჩა თუ არ გითხრა და მე მისარგებლე მომენტით ქეთი. წაგვიკითხე ერთი ლექსი. ეცეთ, აი ეს არის უცებ შევქმნე ჯერ ამ ლექსის ისტორიას მოვყვები, როგორ შეიქმნა ეს ლექსი
რატომ მიყვარხარ? კრებული შეიძლება ვანახო ალბათ. კი, იცით რა არის, ეს არ არის მარტო ჩემი კრებული. ეს არ არის მარტო ჩემი კრებული, აქ არის დათო ახლოურის თუ არ ვწდები გამოცემა და მე მაშინ ვთხოვეს რომ ჩემი ლექსებიც მიმეტანა და ჩემი ლექსები ალაზენკოს აქვს გერმანიაში მოღვაწეობს სანდრა ვერელი იგივე, ვინც Facebook მეგობარია მისი და ვინც იცნობს ალაზენკო, ალექსანდრა ზენკო. თბილისელი გოგონა, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს და არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს ქართველთათვის, ქართულსათვის ტომოს უდგას და კულტურისა და ხელოვნების სფეროშია. და მან თარგმნა ჩემი ლექსები რუსულად და გერმანულად და გამოსცა იქ და მე ვერასოდეს ვერ ჩავედი ჩემი პოეზიის საღამოებზე, რომელსაც მართავდა ალა, იგივე ალექსანდრა, მთელი გერმანელი, ქართველები, ყველანი იყვნენ ჩასულები, ჩემს გარდა მე ხან ფინანსები არ მქონდა, ხან ასე შემდეგ. და აქ საქართველოში ჩემი წიგნი არ გამოცემულა, ცხონებული ბიძა ჩემი ჯარჯი ფხოველი მეხვეწებოდა რომ მე ჩემი წიგნი ესე იგი შემეკრიბა ჩემი ნაშრომები და ის იქნებოდა ჩემი წიგნის რედაქტორი, სულ მაგას მეხვეწებოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე და აი ერთადერთი ქართული გამოცემა არის, სადაც ჩემი რამდენიმე ლექსია შეტანილი და აღარაფერს ვამბობ ლიზიზე, ქალბატონ ელისაბედზე, რომელიც მართლა მეჩხუბება ოღონდ და პატარა ბავშვი თავს ჩავქინდრავ ხოლმე და ვეუბნები რომ კი აუცილებლად გავაკეთებ ოღონდ ეს ვეღარა და ვერ დადგა ეს მომენტი რომ მე შევკრიბო ალბათ თავს მოვუყრიო დღეს ჩემს ნამოღვაწეს რომელიც აი რომელთაგან ძალიან ბევრი დაიკარგა სამწუხარო ძალიან აბდაუბდა ქალი ვარ ამ საკითხებში ჩემს მეუღლესაც შევუსრულებ სურვილს და მე აუცილებლად დავწერ რომანს მეორე რომანის ავტორი ვარ და აუცილებლად დავწერ რომანს ჩვენს ცხოვრებაზე საკმაოდ საინტერესოა ნუ ვინც იცის ჩემი და ჩემი მეუღლის ამბები ჩვენი სიყვარულის ისტორია ის ხო ეწოდინება მას და ეს ცალკე თემა არის და მე აუცილებლად აგერ საჯაროდ პირობას ამას დავწერ და რაც შეეხება ამ ლექსს რატომ მიყვარხარ ამიტყდა ერთხელ ჩემი მეუღლე ერთ საღამოს რომ გინდა თუ არა მითხარი როგორ გიყვარვარო და ახლა რა ვიცოდი აბა რანაირად მეთქვა და უცებ მისი თანდასწრებით შეიქმნა აი ეს ლექსი რომელსაც ლიზიმ რომ მოიკითხა და მე წავიკითხა როგორ მიყვარხარ თუ ვიცოდე მომიკუდეს თავი ისე მიყვარხარ როგორც არასდროს შენ ხარ ნათელი აღმოჩენა ჩემს ველურ სულში კაცი რომელმაც შეძლო ჩემთვის დარქმევა ქალის შენ წერტილი ხარ წინადადების ბოლოს რომ სვამენ შენ პირველი ხარ და მე უკანასკნელი იმცრემლის წვეთი რომელიც უპეს შეაცივდება სიცოცხლის ბოლოს. ამ უკუნეს ახარ ჩემი უბრალოდ შენ სიგიჟე ხარ, შფოთვა ჩემი, მეტი რა გითხრა. შენ საკინძე ხარ, ჩემი მკერდის, ჩემი ოცნები, შენი სტანჯვა ხარ, რომელსაც ქალი დაარქმევს შეშლას, შენის კაცი ხარ, რომელსაც ქალი სიზმარში ხედავს. რატომ მიყვარხარ თუ ვიცოდე მომიკუდეს თავი. ავიღებ სასმის, დაზედ ბაგეს დავადნობ ჩემსას, გადავდგამ კლდეებს, თერგს მივანდობ ჩემ შიშველ სურვილს, გაშლილი თმებით მოგეფინები მინდორში ფერხთად. შენ ტირილი ხარ, ამობღავლება სულის ჭურიდან, დაღამება ხარ, ძილის ცისკრის ნათება ხვალის, ჩემი ეჭვი ხარ, ხო ის კაცი ხარ, ვინ შექმნა ჩემში, ხატება ქალის. რატომ მიყვარხარ, თუ ვიცოდე, მომიკუდეს თავი. ხო თუ ვიცოდე, მართლა არ ვიცი და რომც ვიცოდე, ალბათ ვერც ავხსნი. რატომ მიყვარხარ, უბრალოდ გეტყვი. არ ვიცი, მიჭირს, პასუხს ვერ გავცემ ამ ურთულეს, ამოცანას მხოლოდ ერთს გეტყვი. რატომ მიყვარხარ, თუ ვიცოდე, მომიკუდეს თავი. აი ასე დაიწერა ეს ლექსი და რა ვიცი, აბა ჩემ ქმარს ასე ავუხსენი სიყვარული. როგორ მიყვარდა და რა ვიცი, აბა ავუხსენი, კი. ეს კი აი ასე შემოინახა ამ ჟურნალმა ცხოვრების ალადასტური, რატომღა ძალიან მიყვარს ეს ლექსი. ჩემი ცრემლებით გაივსო ქვაბი, მერე ცრემლები იქცნენ ნაჟურად. ნაჟურით შემდეგ გაივსო ქვევრი და გადაიქცა შავწითელ ღვინად. ღვინით პირამდე აავსეს თასი დამადღეგრძელეს როგორც თამადა ჩემი ცხოვრების, ჩემი ტკივილის, ჩემი სისხლის და ცრემლის გვარად. პირამდე შესვეს სტუმრებმა ღვინო, დააპირქვავეს ფიალა მყისვე და მე ვიდექი გაფითრებული შემოხვეული სუროს ვაზივით და მე მტკიოდა დამსხვრევა სულში, თუმც ვიღერებდი, ყელს გავაზივით.
მერქვა სახელად ძლიერი ქალი, მშვენიერების გამოსაშიში. ვიყავ თამა და რჩეული მამრთა, როგორც დედოფალს მამკობდა დაფნა, ხელთ მეპყრას კიბწრა, სულის კივილის და ვიყავ მეფე გრანთა და ლორდთა. ცრემლის ნაჟურმა აავსო ქვევრი ზენიტში მყოფთა, ძირს ირწყეს ფორთხვა. ვიყავ თამადა, წამით სიჩუმე ბრძანე ვირთხებმა დატოვონ სუფრა, ჩემი ტკივილი მხოლოდ ჩემია, ჰეი მიკიტან მიხედე დუქანს, ღვინით პირამდე შეავსეთ თასი, დღეს ზეიმია დედოფალთ დარი, ეშმის ხარხარში ჩაიკლა ჟინი, შავწითელ ღვინით გვიბრუის თავი. უფალო დარდი მაკმარე წამით, აღარ ჩამოკრან ჩემ სულში ზარი, დათალხულ ფიქრთა. დღეს თამადა ვარ და დღეს ვარ ქალი, თუნდაც სულ წუთით, თუნდაც სულ წამით და მერე გეყო მორჩა დამთავრდა, ვიცი კვლავ ჩემი ცრემლები დამღლის, ცრემლის ნაკადით შევავსე ბოკალს, შემდეგ ეს ცრემლი გადავა ზღვაში. მერე ნაჟურად ქცეული ცრემლი გადავა ქვევრში დასასწაული, ნაჟური მყისვე იქცევა ღვინად ალადასტურად. ჩემი ცრემლების ალადასტური დაამშვენებენ მეფეთა სუფრას, აწევენ სასმის და მოგონებით შესმენ მშვენიერ თამადის დრობას, მათ ღეგრძელებენ როგორც მშვენებას დედოფალს ოდეს, თუმ ჩემს თვალებში მეფური მხოლოდ ტკივილის კიბტრა თუ იმ ბრძანებლებს, მოკვდება ჭინკა და ის გავაზი, რომელიც მაშინ ყელს იღერებდა, მომიგონებენ როგორც თამადას, მაგრამ ჰეი მიკიტან მიხედე სუფრას, მე გავაგრძელე ჩემი მშვენება. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენო ქეთი მასპინძლობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. რაღაც ისეთი გადაცემა გამოგვივიდა, იცი, მე მგონია, რომ თითოეული ის ეპიზოდი ჩვენ სხვანაირად წარმომედგინა თითქოს მიმდინარეობა, მაგრამ ყველა კუთხე დაგვანახეთ ცოტა, ყველაფერს გვაზიარე, ისტორიაც, ცოტა პოლიტიკაც, ცოტა мотиваციაც, ცოტა გვეჭხუბე, ცოტა მოგვეფერე. ეს ქეთი სესიაშვილია, ესეთია. მრავალ წახნაგოვანი, ძალიან ფერადი, ძალიან არტისტული ბუნების ადამიანი, როცა სტუმრად ყავს კლინიკაში, ბობოქარი ქეთი, ყველაფერი ისე გვაქვს ხოლმე ძალიან, ესეთი ფერადებით ავსებული, ჟრიამული, ხმაური, როგორც ყოველთვის ქეთი მოვიდა და მოდის რაღაცა ენერგია საოცარი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა ქეთი, ჩემი მასპინძლობისთვის, ამ გადაცემისთვის და მინდა ჩვენ მაყურებელს კიდე ერთი პირობა მივცე, ჩვენ აქ კიდე ერთი გადაცემა გვექნება, ზუსტად არ ვიცით როდის, ბატონი ზაქარია გვინდა ოჯახურ განხილვაში ჩავწეროთ. თქვენ სხვანაირი ზაქარია როჭიკაშვილი მინდა განახოთ. ბატონი ზაქარია, როგორც ქეთის მეუღლე, ამ ოჯახის თავკაცი და აბსოლუტურად მრავალწახნაგოვანი, ფერადი და საინტერესო პიროვნება, გარდა იმისა, რომ ის არაჩვეულებრივი ექიმია, ძალიან საინტერესო ადამიანია, ძალიან კარგი თამადაც და ძალიან კარგი მეუღლე და მამა. ძალიან დიდი მადლობა ქეთი, წარმატებები მინდა გისურვო შენს ყველა შვილს როგორც ეძახი. შვილებს ეძახი ამათ და კი. რა ვიცი, რას ეთყოდი და მემშვიდობოთ ჩვენ მაყურებელს. იცი რას ვეთყოდი, ჯერ ერთი მინდა რომ ახლა 8 მარტივო ეს არისო რაღაცას იძახიან, ვიცი რა დღეც არის და როგორი კომუნისტური დღეც არის და ასე შემდეგ, მაგრამ მე ბავშვობიდან 8 მარტი მესმოდა და მესმოდა როგორც ქალთა დღე. იმ დღეს მამაჩემს და დედაჩემს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ცხონებულები ხაზეცაში არიან, ალბათ ერთად არიან. ჩემი, შენი დედიკო, ჩემი დედიკო, ჩემი მამიკო, აგერ გიორგის დედმამა, ჩემი მეუღლის დედმამა და ალბათ ერთად უყურებენ ზეციდან ამ გადაცემას. და ერთად არიან ბედნიერები. და როდესაც 8 მარტი დგებოდა, მამა სულ სხვანაირი ხდებოდა, მართლაც, აი როგორც დედას ხელის გულზე ატარებდა და ყველა კაპრიზს უსრულებდა. ის დღე იყო შესანიშნავი და ბრწყინვალე ჩვენს ოჯახში. აი რაღაც სხვანაირი ძალიან ლამაზი. და მე ის მოგონებები მაქვს ჩარჩენილი თვალში, გონებაში, გულში. და ამიტომ ჩემთვის 8 მარტი მართლა სიყვარულის უცნაური, უფრო მეტად გამობწყინების ყველა დღე ქალისაა, მაგრამ მარტი მაინც განსაკუთრებით. რა თქმა უნდა. და მე ამ 8 მარტს რაღაცნაირად სულ ველი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ოჯახში ძალიან დიდი სიყვარულია, მე და ჩემ ქმარს ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, უბრალოდ ზაქარიას უყვარს ქეთევანი და ქეთევანი ასე მოწყვათ თავს დახრის ხოლმე.
იმიტომ რომ ქეთევანია და რა უნდა დედიკო ზაქარასო და კომბოსტოშვილოა ხო იცი ესეთი ქეთევანი და ზაქარია კიდე სხვა სიმბოლოებია და აი მაინც რვამაც ველოდები ასე რომ ნუ რავინ დამძრახავთ და ნუ რავინ ნუ გამოდგება რომ რას ლაპარაკობს ქეთსესიაშვილი კომუნისტური პერიოდია თუ კი კომუნისტური დღეა და როზა ლუქსემბერგს და იმებს გამიხსენებენ არ მაინტერესებს 8 მარტი უბრალოდ ჩემს გონებაში სხვანაირად ასოცირდება სიყვარულთან ხალურობასთან და იმასთან რომ იმ დღეს განსაკუთრებული უნდა იყოს ის დღე ჩემთვის უფრო მეტად სიყვარულით სავსე და უფრო მეტად გალაღებული და ალბათ ცხოვრების ბოლომდე მე 8 მარტი მეყვარება და გილოცავთ ყველა ქალბატონს აი ამ დღეს ჩვენ ქალები უნდა ვიყოთ ბოლომდე რაც არ უნდა ძლიერები ვიყოთ რაც არ უნდა აი არ მიყვარს სიტყვა ვაშკაცური ქალი საშინლად არ მიყვარს რატო იცით მაღიზიანებს მე არ მიყვარს ქალში როდესაც კაცი ზის ქალია და როცა ძლიერია ქალი ის მაინც სუსტია იცით რა დროს როდესაც მის გვერდი ძალიან ძლიერი მამაკაცია აღნაგობით არ ვიძახი მამაკაცი რომელიც ქალს სუსტს გახდის მე ისეთ მამაკაცს ვეთაყვანები და ალბათ იმიტომაც ამაწერინა უფალმა აი სიტყვები წეღან რომ წაგიკითხეთ დიახ ქალი სუსტია კი ბატონო ძლიერია მაგრამ სუსტია და მე ყოველთვის ვიქნები სუსტი სანამ ჩემი მეუღლე გვერდით მეყოლება ის ვაშკაცი კაცი რომელსაც მე სტრიქონები მეუძღვენი და იმედი არის რომ დიდხანს მეყოლება ყველას გილოცავთ 8 მარტს ყველას გილოცავთ დედების დღეს მოგვიანებით აი ამ 3 მარტს ყველა დღე დედასია დედაშვილობაში გაგვიმარჯოს ღმერთმა და მე კიდევ მინდა რომ ჩემს ლიზიკოს მიულოცო 12 მარტი ისი დაბადების დღე ყველა აი ამ მარტის თვეში დაბადებულთ და საერთოდ ქალად დაბადებულს გილოცავთ აი ამ მარტის თვეს რომელიც ჩვენს ხასიათს საოცრად შვენის და ერთ ლექსს წავიკითხავ რა შეიძლება ასკილი ველური სიყვარული ეკლებში-გნიდან მომზირალი ველური სული დაუოკებელ განცხრომისთვის გადაწვდილი შიშველი ხელი მიტყუებული უსირცხვილო ქალის მუხლები ღაწვებ ბარდები მომზირალი 1000 თვალი ასკინ კინკილა კერდ გაღეღილ გულზე სრიალი ველური ფიქრი და ეკლილი ხორცის ხრიალი ნაჟურად მავალ სისხლის წვეთთა მძივად აკინძვა გადარეული დაბეგვილი გრძნობის წკრიალი ასკილი ქალი შლეგი ქალი გიჟმაჟი მე მინდა ქალში ეკლიანი ასკილი მხატო ღმერთო მომეცი ძალა ვიყო გოიას მახა რომ შიშველ ბარჩი ჩემი გრძნობის სიმები ვაწყო სიმთაც კარუნში აიწიოს ოსტატის ძალა და მარგარიტა დაეწაფოს გრძნეულის ჯადოს ღმერთო მომეცი ძალა ვიყო შიშველი მახა და ასკილებში ჩემი გრძნობის რიტმები ვდარდო ვიცრემლო დარდი ვინ უგეშო წარფს ქვემოთ მზერა გვერდული ფიქრი ჩაორთქლილი ფანჯრის მინები ველური ვარდი ცხელი ყავა ნალექზე რჩევა და ასკილებში ბუნებრივად მტკივანი გული ასკილი ველური სიყვარული ეკლებში-გნიდან მომზირალი ველური სული მიყვარს ეს ლექსი დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შენ ლიზიკო არის შენ კეთი რა უნდა მომეწია ეს არის მანდილი რომელიც მე გავხსნა ჩაჩუკარი ძალიან უყარ და კარგია ეთერში ფირუზის ხერი კაბაცია ფირუზის ხე რომელიც არის ოჯახური ზიანთმულობის და სიყვარულის სიმბოლო ეს არის ერთ-ერთი ქართული ტაძარში გაკეთებული ლიზი მანებივრე დიდი მადლობა ჩემო კარგებო მანდილი მაინტერესებს მანდილი აი ეს ჩემი კაბის ფერი და მანდილი მანდილი დიდი მხატვრების ნახატების ეხლა რა მაგარი იქნებოდა რა მაგარი იქნებოდა ეხლა ჩემ ხვას რომ ჩემთვის დაეკრა გიფრობა აი ესეც ასე ნახეთ რა ლამაზია მადლობა ლიზი უნდა გაგვაცო მრავალ